მოგესალმებით მეგობრებო, გადაცემა თეფშტოკი თქვენ წინაშია. დღეს თუმარი ყავს გიორგი ფოცხვერაშვილი, ყველამ უკვე ვინც იცის და იცნობს გიორგის მიხვდებოდა რაზეც ვისაუბრებთ, თუმცა ვინც არ იცის, გეტყვით რომ ვისაუბროთ ღვინოზე. გიორგი არის მეღვინე, ღვინის ექსპერტი, სომელია, რა ვიცი, ყველაფერი საერთოდ ადამიანი ღვინის კრიტიკოსი, ღვინის კრიტიკოსი რაც თავარია და ხო, ცნობილი არის როგორც ღვინის კრიტიკოსი საზოგადოებაში ყველაზე მეტად, ხო სწორად ვამბობ. კი, ბოლო უკვე ალბათ თვეები არის, რაც სრულად პოზიციონირება დავიწყე როგორც ღვინის კრიტიკოსი. ყველაზე მეტად გამომარჩევს ალბათ ეგ ფაქტორი შემიკოლეგებისგან. საზოგადოებას ხო მოწონს, რაც თავარია შენი კრიტიკა? საზოგადოებას კი. ხო, აბა ეხა კომპანიას არ მოეწონება, ეხა არა, მანდაც გვაქვს პროგრესი სხვა. ხო? კი. ანუ ქართველმა დაიწყო უკვე მიჩვევა კრიტიკაზე? ძალიან უცნაური რამეა. ხო, უკვე რაღაცა დრო გავიდა რა, ეხა ღვინის სფეროში ესე შეიძლება ყველა არ მიცნობდეს, ეხა ვინც გვიყურებს, მაგრამ ღვინის ნაწილში, ღვინის სფეროში მგონია რომ ყველა, პრინციპში, ვინც ღვინოს აწარმოებს, ესე ვიტყოდი რა. სულ ცოტა ვინც ღვინოს აწარმოებს, თითქმის ყველა ალბათ უკვე მიცნობს. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიყოფებით Echo Chamber-ში, სტუდიაში, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, ჩაწეროთ პოდკასტი, ვისაც რა გინდათ, როგორ გინდათ. უსასწაულეს და უძანმაგრესი ხალხი არის, გადაკვებიან თან. თუ ჩემს სახელს ახსენებთ და ზემოდან ქიჩემ რუსას დაამატებთ 20%-იან ფაზაკლებას გაიგეთებენ ბიჭები და თუ გიორგის სახელსაც ახსენებთ, შემთხვევით არ ვიცი შეიძლება 50-ზე ახვიდეთ რა. მოკლედ წარმატებით მაგამ ბავშვი. გიო, მოკლედ ესეთი ამბავი მაქვს, ეხა მე ძალიან თავისუფლად ვსაუბრობ ყველაფერზე, რაც გაგვიხარდება, როგორც გაგვიხარდება. მონიშნული მაქვს რამოდენიმე კითხვა და ამ კითხვას ნელ-ნელა მე ჩავშლი და შენს კითხვა-პასუხის რეჟიმში შეგიძლია ახსნა და ხო გადაცემის რაღაც ნაწილში გვაქვს სიურპრიზი ჩვენი მაყურებლისთვის, სადაც ნახავი მე თვითონ რაც იქნება და როგორც იქნება რა, მაგისთვის ზადვართ და ხა გაგვიმარჯოს რა. წყალი იყოს ჯერ და მე და კი, არა, კაი ღვინო მაქვს მოტანილი დღეს, ასე რომ მოკლედ ესეთი კითხვა პირველი. რა ფუნდამენტური განსხვავებაა ქვევრის ღვინოსა და ევროპულ კლასიკურ ღვინოს შორის? რამოდენიმე განსხვავება არის. ერთი თავისთავად თვითონ ჭურჭელი, რომელიც ბევრ ამის ცვლის, ეხლა დეტალებში რო არ ჩავიდე. ერთი არის უჟანგავი. ნელა ჩასვლა მოგვიწევს უკვე. კი, არა, თანდათანობით ჩავიდეთ კი ბატონო. ერთი არის კლასიკურს, რასაც ვეძახით, არის უჟანგავ აუზში დაყენებული, ხო? და მეორე ჩვენი ტრადიციული მეთოდი ქვევრში ღვინის დაყენების, რომელიც თავისთავად ქვევრში ხდება, ეს ქვევრი არის მიწაში და ასევე კიდე ერთი განსხვავება, რაც ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს განასხვავებს კიდევ დამატებით, არის ჭაჭასთან, ანუ კანთან კონტაქტი და კანზე დაყოვნება ღვინის, ხო? ანუ კლასიკურ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში ხდება პირდაპირ ყურძნის გამოწნეხვა და ანუ მარტო წვენი გვაქვს და იმის ფერმენტაცია მიმდინარეობს აუზში და ქვევრის შემთხვევაში როგორც წესი გვაქვს კანთან კონტაქტი. თუმცა არ არის აუცილებელი რომ კანთან კონტაქტი გქონდეს იმისთვის რომ ქვევრის ღვინოდ ჩაითვალოს. რა ესე სუფთა რეგლამენტირებულად არის ისეთი ამბავი რომ თუ იანვრამდე შენ ღვინოს ფერმენტაციას და ასე ვთქვათ დავარგებას, მოკლე დავარგებას იანვრამდე გაატარებ ქვევრში, შენი ღვინო უკვე ქვევრის არის რა და ეს შეიძლება რომ სულ არ ხდებოდეს ჭაჭასთან ერთად და ასე ვთქვათ კლასიკური სტილით, მაგრამ ქვევრში დააყენო და ეგ უკვე გაძლევს უფლებას რომ ღვინოს ქვევრის ღვინო უწოდო. ამიტომ ეგ უნდა გვესმოდეს, მნიშვნელოვანია, ეხლა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ესეთი ღვინო გვხდება ბაზარზე. ვა, ძალიან საინტერესო რამე მითხარ, ეხლა რაც არ ვიცოდი და იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება, ვინც აპირებს თუნდაც ამ მეღვინეობის სფეროში შემობიჯებას, იმისთვისაც საჭირო ინფორმაცია. მე რა მაინტერესებს ეხლა შენთან. ესე იგი, 8000 წლიანი ისტორია გვაქვს, უკვე ყველამ კარგად ვიცით და გავიაზრეთ ეს ამბავი, თუმცა ამ ხელა ისტორიის ფონზე აღიარებს, საერთაშორისო აღიარება ამ მიმართულებით ბოლო რამოდენიმე წელია რაც მივიღეთ და რამ განაპირობა ეს ყველაფერი რა, აი ეს დეტალები რო ჩავშავთ, როგორ ჩავარტყი რა მაგარი იყო. მე არ გამიგია ეგ. რა თქმა უნდა, უშუალოდ აღმოჩენების ამბავი არის, რომ რაღაცა აღმოჩენებმა მისცა მსოფლიო საზოგადოებას მეცნიერებს იმის თქმის უფლება, რომ კი, აი საქართველოს ამ ეტაპზე რაც მსოფლიოში ცოდნა გვაქვს, არქეოლოგიური გათხრები არის და სადაც იკვეთება მეღვინეობის ნაწილი, პირველი ესეთი პრეცედენტი არის ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე. ეს თავისთავად უნდა მომხდარიყო პირველად, რომ აღმოეჩინათ ეს
მუდმივად ხდება ხოლმე სხვათა შორის, აქამდე ხდებოდა ხოლმე, რომ აი ხან ერთი ქვეყანა ითვლებოდა, ხან მეორე ქვეყანა და რაღაცნაირად ეს ჩვენი დროც მოვიდა და ჯერჯერობით სხვა მსგავსი პრეცედენტი უკვე აღარ აღმოუჩენიათ და გავიმაგრეთ ეს პოზიცია და უკვე რამდენი წელია ამას მარკეტინგულად ძალიან კარგად ვიყენებთ, რომ მთელი ჩვენი ასე ვთქვათ კომუნიკაცია და მარკეტინგი არის ამაზე დაყრდნობილი, რომ აი 8000 წლიანი მეღვინეობის ისტორია გვაქვს უწყვეტი, რაც მთავარი არის რა. თავისთავად აი უბრალოდ აღმოჩენის ამბავი იყო და მე ამ ინფორმაციის რეალიზაციას რა თქმა უნდა დრო ჭირდება რა. ეხლა სად ვართ? ეხლა შენი ცოდნით გამოსვლებით რა ადგილზე ვართ, სად ვართ? დამწყებები ვართ ჯერ კიდე? ესე ვიტყოდი, კი, დამწყებები ვართ და იმდენად რამდენადაც ძალიან ბევრი დრო არის გასული ჩვენი მეღვინეობის ისტორიიდან, იმდენად ახლოს ვართ დაწყებასთან მაინც. იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ და უამრავი დანარჩენი ევროპის ქვეყანა განსხვავდებით ძალიან ბევრ ამაში. და ის ფაქტი, რომ საქართველოში კი ტრადიცია იყო ღვინის დაყენების ეს უდავოა, უბრალოდ ჩვენ მოვესწარით იმ პერიოდს, ჩვენი ქვეყანა მოესწრო იმ პერიოდს, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ინდუსტრიალიზაცია და მოხდა წარმადობის ძალიან დიდ რაოდენობებზე გაყვანა რა. ღვინის შებრღალვა მოხდა. შებრღალვა აბსოლუტურად, იმიტომ რომ სტანდარტი იყო რაღაცა რაოდენობების დაკმაყოფილება ხდებოდა, რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა, ამ რაოდენობას შენ ვერასდროს ვერ მიიღებდი ქვევრში ღვინის დაყენებით, შესაბამისად ქვევრი გადავიდა ჭეპლანზე, საერთოდ აიგძალა, ხალხი მარხავდა ქვევრებს იმისთვის, რომ არ გაენადგურებინათ, უბრალოდ. ეგ პერიოდი იყო, რომ არ გამოიყენებოდა. არ გამოიყენებოდა. კი, იყო ეგ მაგ დროსაც მოესწარით. მაგრამ ხალხი რა თქმა უნდა ინფორმაცია ხო არ გავს რატო იყო მაგალითად მიმართულება მაგისკენ რომ ქვევრი გაენადგურებინათ თუ ეს კულტურული გადაშენების მუღამი არავინ არ უნდა ყოფილიყო მოცდენილი მცირე რაოდენობის ღვინის წარმოებაზე და რა თქმა უნდა ეხა მაშინ არავის არ ქონდა არც რელიგიის არც ტრადიციების პატივისცემა ჩვენს მიმართ შესაბამისად ერთ-ერთ პრობლემად ჩანდა იმ მომენტში რომ ეს ხალხი მოცდენილია ამ ქვევრზე, როდესაც შეგვიძლია რომ ეს ხალხი წავიყვანოთ, ვამუშაოთ ქარხანაში და უფრო მეტი ღვინო დავაყენებინოთ. ეს წყლის და შაქრის დამატება მაშინ როდის დაიწყო ხალხმა ღვინოში? აი ეს საშინელება როდის დაიწყო? როცა აი დადგენილ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს ვერ ახერხებდნენ რომ მიიღწიათ, ალბათ ჩემი ვარაუდია სიმართლე რომ გითხრა. დაზუსტებით გამიჭირდება, მაგრამ აი როდესაც ლოგიკურად ესე ვიტყოდი როდესაც ღვინის ფასეულობა ხარისხობრივ ჭრილში დაიკარგა, ხო, მაშინ მოხდა ყველაფერი მსგავსი. ანუ ესეც იმ პერიოდში დაიწყეს, აი 80-იანებში, 70-იანებში და უფრო ადრე. გულწრფელად რო გითხრა, რაიმე ფორმით ამისი წერილობით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ანუ ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგასთან არის დაკავშირებული. დღესაც ხო ხდება აი ყველაფერი? დღეს არ ხდება ეგ რეალურად. აი დღეს რო შენ შაქარი და წყალი გამოიყენო, მე მაგ ხა საუბარი რა თქმა უნდა ინდუსტრიაზე და არა სადღაც სოფელში ვიღაცა რას აკეთებს რა ეგ ცალკე თემა არის. მან კი ხდება მსმენია დღემდე მესმის რომ რაღაცა ეგეთები ხდება, მაგრამ ინდუსტრიულ დონეზე მსგავსი რაღაცა უბრალოდ სულ ფინანსური თვალსაზრისითაც აღარ არის მიზანშეწონილი რა, ანუ მეღვინეობას არ უღირს რომ ანუ შაქარი და წყალი, მოკლედ არ ხდება. ერთ სიტყვით რომ ვთქვა რა. და ეგ როცა ისევ და ისევ ხას გაუსმა, ეგ ხდება მაშინ, როდესაც ფასეულობას კარგავს ხარისხი. როცა ხარისხს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ხალხი ცდილობს რომ რა თქმა უნდა, ანუ მაინც მნიშვნელობა არ აქვს და მოდი ბევრს გავაკეთებ და გავყიდი რა ბევრს. მაინც იაფი არის ღვინო და რაღაცა ხო უნდა დამრჩეს. აი მაგ ლოგიკით ჩვენ თავს მაგითი მე თუ მკითხავთ შეურაცხყოფა მივაყენეთ ჩვენ. ოკეი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა დასაწყის პერიოდში ვართ, ხო, რაღაც დამწყებები ვართ. მიკროკლიმატების გათვალისწინებით ეს ზონები რაც გაგვაჩნია, როგორ შეგვიძლია კონკურენცია გაუწიოთ ევროპას? თქვათ რავი, ბურგუნდია ავიღოთ, რაღაც პატარა ისე ძალიან ისეც რამეს ვამოყრეთ რა. ყველაზე რთულად საკონკურენციო რეგიონი ალბათ მსოფლიოში. დავარტყი ეგრევე პირდაპირ, მაგრამ აი როგორ უწევთ ბურგუნდიას კონკურენციას? რა ამბიციები გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს და რა მომავალი გვაქვს საბოლოო ჯამში, შენ როგორ უყურებ ამას? მე მგონია რომ ეხლა მაგ კონკურენციის
ეგეთი კონკურენცია არ არსებობს რეალურად. რა ეხა კონკურენციას ვერ უწევთ ნამდვილად. არ ვიცი, შეიძლება ვინმე შემეწინააღმდეგოს და ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მაგ გამოუშვით ღვინოები. ოპოზიციის აზრს, ასე ვთქვათ, როგორ ვუწევთ ჩვენ ბურგუნდიას კონკურენციას, მაგრამ ესე ვიტყოდი. ჩვენს ქვეყანაში მეც შენსავით ძალიან მიყვარს საქართველოში მოგზაურობა. თან მყავს მეგობარი, რომელიც იკვლევს და პირველი ადამიანია ალბათ ბოლო, არ ვიცი, 100 წლებში შეიძლება ვინც ქართულ ღვინოზე აი ძალიან ესეთი ღრმა წიგნი დაწერა და ეხება რეგიონებს და არა მარტო რაღაცა ასე ვთქვათ ისტორიულ ასპექტს, ან მარტო ქვევრს და ასე შემდეგ, აი ძალიან საინტერესო წიგნი და კვლევა. ვინ არის მე გამაცანი აუცილებლად? კი, ლისა გრანიკი. ოკეი. ამერიკელი ქალბატონი, რომელიც არის ღვინის მაგისტრი და ნუ გამიმართლა რომ ჩვენ დავმეგობრდით და ბოლო წლებია ერთად მოგზაურობთ ხოლმე. მსმენია შორიდან. ქვეყნის მასშტაბით და აი ამ ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილებიდან გამომდინარე ხედავ ნამდვილად და ხედავთ პოტენციალს საქართველოში, რეგიონებში, მიკროზონებში უბრალოდ ცოდნა გვაკლია, არ გვაქვს ცოდნა იმის შესახებ ამ მიკროზონებს როგორ იყენებდნენ, რატომ იყენებდნენ იმ ჯიშებისთვის პირობითად. აი რაღაც სოფელში რო ჩავდივართ და გვიჩდება კითხვა რომ აი აქ ოცხანური საფერე აი რატო არის? ან როდიდან არის? აი ყოველთვის ესე იყო. და აი პასუხი არ გვაქვს უბრალოდ, ანუ ცოდნა არ გვაქვს. რაღაცები შეიძლება სწორია და უბრალოდ დარჩა რომ კი ეს ჯიში აი ამ კონკრეტულ მიკროზონაში ძალიან კარგი პერფორმანსი აქვს და აქ უნდა იყოს და მისი ადგილი აქ არის, მაგრამ მიზეზებს და კითხვებს თუ ჩვენ პასუხს ვერ ვცემთ, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვცემთ პასუხს, ეგ უკან გვხვევს. იცი რა გიო, ეგ არის ბოდიში გაწყვეტინა, მაგრამ ჩვენი ქართველი ერის მთლიანი პრობლემაა და არ მხოლოდ ღვინოში. აქ კულინარიაც ერთვება, ესე აქტიურად სამწუხაროდ უკვე ჩემი ცალკე კვლევებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ეხა იგივეს საუბრობთ, რასაც მე ვამბობ რა და რას გავიაზრე, რომ არავინ არ იცის, საიდან არის რაღაცა ქნაში პირობითად სვანური, რომელიც აქვთ, მაგრამ არ იციან საიდან. რავი იყო რა, აი ბებია ჩემი აკეთებდა. აი ბებია შენ რო აკეთებდა, ის ბებია საიდან აკეთებდა? აი იმის ბებია აკეთებდა, იმის ბებიაზე. მე წავიდა ბაბუაზე, მე ვიღაცა მეზობელთან დაინახა ის გააკეთა რაღაც სისულელე ინფორმაციები მოდის ხოლმე და ძალიან დიდი იშვიათობა არის ჩვენთანაც აქეთ კვებაში, რომ ვიღაცამ ეს დაზუსტებით გითხრას, რომ აი ეს აქედან კეთდებოდა და რაღაც კონკრეტული დანიშნულება ქონდა ამ ყველაფერს. არის ხა რაღაც მაგალითად ბოღლიწო ხო, რომელიც კახური კერძია, რაღაც ძალიან მარტივი, მაგრამ ღვინოს შამბოლი პური. საკრალური უდიდესი დანიშნულება აქვს და უკვე იცი ისთვის არის და ამის ახსნაც აღარ ჭირდება ისთვის არის. ძალიან მარტივია ქრისტიანისთვის რომ გაიგოს. აი ეგეთი რაღაც იშვიათობები ხო, არ ვიცი, აი ჩემი მხრიდან, ჩემი პერსპექტივიდან ეხა ისე ჩანს, რომ ანუ რაღაცის წარმოშობა შეიძლება ესე არ ვიცოდეთ პირობითად და ღრმად ისტორია საკვებთან მიმართებაში რა, მაგრამ თუ ხდება მისი, ასე ვთქვათ, ანუ სწორი ფორმით წარდგენა არის გემრიელი, კაი მისართმევი არის და რაღაც, ანუ უფრო ესე რა, დილეტანტურად სამზარეულოს მიმართ ესე ვიტყოდი, რომ ანუ არანაირ ისეთი პრობლემაც არ არის როგორც ღვინისთან მიმართებაში, იმიტომ რომ წარმოიდგინე ანუ სადღაც არის ქისი და არ ვიცით აქ ქისი უნდა გქონდეს თუ არა. ანუ წარმოებლები ვერ გვცემენ პასუხს, ხო, მკვლევარები ვიქნებით, სომელიები თუ ასე შემდეგ, რომ აი აქ ეს ჯიში რატო არის? აი რავი იყო, აი რავი რაღაცა, ანუ არანაირი კვლევა იმისა რომ ნიადაგი იმ ჯიშს რა ნიადაგი ჭირდება, ნუ ეხა ქისი ვახსენე, მაინდა-მაინც ისეთი ჯიში, რომელიც რეალურად ანუ ბაზარზე არ არის. მაგაზე თუ გინდა მე ჩაუღრმავდეთ, მაგრამ ეხლა რომ მინდა რომ ჩაუღრმავდეთ, ჯიშებიც არის, აი ქისი მაგალითად ეგეთი. რატო არ არის ბაზარზე ქისი? იმიტომ რომ ქის რასაც ჩვენ ქის ვეძახით, ის ჯიში არის სხვა რაღაცა. რა არის? ეხლა გავიხსენებ მაგის სახელს. ახმეტაში არის ერთი სოფელი, რომლის სახელიც ქვია მაგ ჯიშს რეალურად. და ანუ ჩვენ ვეძახით ქის. და ქისი არის რადიკალურად სხვა ჯიში. ნუ აი რაღაცა ისტორიული ჩვენს პატარა მომენტში, როცა ანუ ღვინის ასე ვთქვათ, სადავები აი მართლა ერთი და ორი ადამიანის ხელში იყო, მისგავსებულია? არა, საერთოდ სხვანაირი ჯიში. ქისი საერთოდ სხვა. თეთრი ყურძენ ჯიში არის, ქისიც. ხმერთ ჩემ რატო ვერ ვიხსენებ იმ სახელს? გამახსენდება რა, სახელთავი გამორევით, უბრალოდ მე მაინტერესებს. საიდან აიღო იმ ვიღაცამ ეს ყველაფერი და გადმოყოფილია პირობითად. ქისი, ეხა ის სახელი რო გამახსენდება, მიხვდები ეგრევე რა. ქისი ბევრად უფრო ლაკონური, მარტივი გამოსათქმელია,
როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვისაც ძალიან მარკეტინგულად კარგად გამართული სახელი არის და მე პირადად ზუსტად მაგას მივაწერ KISS-ის პოპულარობას, იმიტომ რომ ჩემი აზრით KISS ძალიან ბევრი სხვა ქართული, თუნდაც კახური ჯიშები ჯობია. ფაქტიურად ჩემი გადმოსახედიდან ყველა კახური თეთრი ყურძნის ჯიში ჯობია KISS. რომელიც KISS-იც არ არის. არ მიყვირს და მესმის ზუსტად რასაც ამბობ რა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს გვიყვარს კარგი მარკეტინგი. საერთოდ გვაქვს უბრალოდ შინაგანად წეგარა რასაც ყავახსენ ინტუიტიურად მოხდევს შინაგანად რაღაცა ისე რომ ვერც ვიაზრებთ ხოლმე და ძალიან კარგად შეგვიძლია შევფუთოთ საკუთარი თავი და წარმოაჩინოთ და მათ შორის ის პროდუქტი რასაც ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შებზარეული არსებობს, გამარჯობათ მეგობრებო, ვიცნობთ ერთმანეთს კარგად, რომელიც რაღაცა ჰაერზე უბრალოდ იგონებ. მათ შორის მკვლევრები არიან, რომელსაც უდიდესი რაოდენობის წიგნები აქვს დაწერილი, ოღონდ მკვლევრები ბჭყალებში ვამბობ და რაღაც ფანტაზიები და სიზმრები და რაღაცები ქვია, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ არის კულინარიასთან და არანაირი დადასტურება, ეთნოგრაფიული დადასტურება და ჩანაწერი არ არსებობს რა და ეს პირდაპირ გეუბნებიან რომ ესაა რა და всё რა მე უკვე შენ გჯერა რომ ის არის ხვდები, იმიტომ რომ აღარც უკვირდები რომ ის ხო იციო შენ ის მკვლევარი და კაი ტიპია რა, შენთვის ის კაი ტიპი თუ არის მორჩა. დარწმუნებული ვარ KISS-ის ეგრე შეიქმნებოდა რომ ვიღაცამ ხო მაგრანული არის. მაგრანულის დაძახებას KISS-ი არჩია და დაუძახა და მორჩა მან და შეიქმნა KISS-ი რა. სამწუხაროა ძალიან. მე არ ვიცოდი და მაგრა გამიტყდა ეს დაფიქრდა ადამიანი და ეხა მაგრანული ცოტა ისეთი ამბავია. მოდი KISS-ი იყოს რა, იმიტომ რომ ანუ არც ერთი იყო იმ პერიოდში ესე გავრცელებული, არც მეორე. დაწონა ალბათ და ნუ არ ვიცი ვინც კონკრეტულად მიიღეს გადაწყვეტილება, მაგრამ ისეთი პერიოდი არის, როდესაც ძალიან ლიმიტირებული ჯიშური მრავალფეროვნება გქონდა ინდუსტრიაში. აი მაშინ დაიწყო ზუსტად KISS-ის, ეგრეთ წოდებული KISS-ის, ხიხვის და სხვა ჯიშების, თუნდაც კახური მცვივანის წარმოება ცოტათი უფრო, ასე ვთქვათ, ფართოდ და ხალხმა მე ეს ჯიში გაამრავლა და დაარქვეს ის, რაც რეალურად არ ქვია. მივდივართ იქით და მივდივართ. ბევრი ეგეთი ჩონჩხი არის. კი, სამწუხაროდ ბევრი მაგალითი გვაქვს და ეხლა მოდის თავში რაღაცა აზრები და ვცდილობ რომ შევაკავო, თორე ნამეტანი მომივა რა. შემდეგი კითხავს ეგეთი რომ ქართული ღვინოდან რომელმა რეგიონმა ღვინოდა შუაში ბოდის ყურძნის ჯიშები და რომელმა რეგიონმა მოახდინა ყველაზე მეტად ადაპტაცია დასავლურ ბაზრებზე და მათ შორის აღმოსავლურზე, იმიტომ რომ როგორც ვიცი იაპონიისკენაც საკმაოდ დიდი რაოდენობით გაედინება დღეს ქართული ღვინო. კი. აი ყველაზე მეტად რომელი ადაპტირდა და რატომ მოხდა ადაპტაცია, ანუ იმ ბაზარმა რატომ მიიღო ეს ყველაფერი ეგ მაინტერესებს რა. აი იაპონიაზე მაგ კარგი გამოცდილება ორჯერ ვარ ნამყოფი და ზუსტად აი ამ ღვინის გაყიდვების და მარკეტინგის ჭრილში ერთ-ერთი მეღვინეობის სახელით და უფრო მეტად ადაპტირდა ქვევრის ტექნოლოგია იაპონიაში და პირდაპირ უკავშირებ რა თქმა უნდა სამზარეულოს, რომელიც ჩემი დაკვირვებითაც ძალიან მაგრად უხდება ქვევრის ღვინოს. ეს უმამის ტონები, რომელიც მათ სამზარეულოშიც ბევრია და ჩვენს ქვევრის ღვინოშიც ბევრია, აი ამ ერთმა, ასე ვთქვათ, გემომ გადოხიდი ორ ქვეყანას შორის და ეს ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ფესვი გაიდგა ქვევრის ღვინომ, ქარვისფერმა ღვინოებმა იაპონიაში. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, რომ ეგ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის რის გამოც მათ ეს ღვინოები მოსწონთ. თან იაპონელებს ჩემი დაკვირვებით ძალიან მოსწონთ ეს აი მკაფიო, მკვეთრი, რაღაცა კონტრასტული გემოები. ხო, ინტენსიური გემოები ღვინოში და ეს ჩვენი ტანინიანი ღვინოები, სრულსხეულიანი ღვინოები, რომელიც თუნდაც ჩემთვისაც კი შეიძლება რომ ზედმეტად ხისტად ჩავთვალო, იმიტომ რომ ნუ ვიცი რომ არსებობს ცოტა სხვანაირი, უფრო დავარცხნილი, პოლირებული სტრუქტურის მქონე ღვინოებიც, ჩემთვისაც კი შეიძლება უფრო ხისტი იყოს, მაგრამ მათთვის ძალიან საინტერესო და გემრიელად მისართმევია. ოკეი, დასავლეთზე რას მეტყვი? დასავლეთი ალბათ რამოდენიმე ნაწილად იყოფა, იმიტომ რომ დასავლეთშიც გვხდება კონტინგენტი მომხმარებლის, რომელიც ასე ვთქვათ, აი პოსტსაბჭოურ გემოვნებაზე არიან და რაღაცა ნახევრადტკბილი, ნახევრადმშრალი ღვინოები დღემდე პოპულარული არის და ფეხმოკიდებულია და რა თქმა უნდა იქაც ქვევრი როგორც ასეთი საკომუნიკაციო არხებში და სასაუბროდ ქართული ღვინო დასავლეთში ყველასთვის ასოცირდება ქვევრთან და საქართველოს და ქვევრი და საქართველოს მოკლედ ერთი და იგივე ამბავია,
მაგრამ რეალურად სტატისტიკას რო ჩავხედოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი თეთრი კლასიკური ღვინო და წითელი ღვინოები იყიდება. გარდა ქარვისფერი ღვინოებისა. სტატისტიკურად სხვანაირად ჩანს, რეალობა ცოტა სხვანაირი არის, იმიტომ რომ ქვევრის ღვინო არ დაგვავიწყდეს, რომ კლასიკურ ღვინოებთან შედარებით როგორც წესი უფრო ძვირი არის, მაგრამ საუბარი და ესე ვთქვათ თვალსაჩინოების ამბავში ქვევრი უფრო მეტად ჩანს ორივე ბაზარზე ფაქტიურად. მაგრამ დასავლეთის ბაზარზე ბევრად მეტი კლასიკური ღვინო იყიდება სუფთა რაოდენობრივი თვალსაზრისით. საქართველოს დაუბრუნდები ხა უცბად და ქვევრის ღვინოზე მინდა ისევ რაღაც ხაზგასმა გავაკეთოთ. 100%-დან დაახლოებით რამდენი პროცენტი არის ქვევრის ღვინის მომხმარებელი და მოყვარული საქართველოში რომ დაახლოებით რა. რთული სათქმელია, მაგრამ აი სხვათა შორის 8000 მოსავალი აქვეყნებს ხოლმე სტატისტიკას. მოხმარება როგორი პროპორციით არის, ასე ვთქვათ რა. თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 20-დან 25%-მდე არის ქვევრის ღვინის მოხმარება. თუ არ ვცდები. რაც ანუ საკმაოდ დაბალია, ხო, მაჩვენებელი. კი, მაგრამ ისევ და ისევ რა, ანუ ფასის ამბავია და გვახსოვდეს, რომ ანუ ინდუსტრია ზოგადად დგას კლასიკურ ღვინოებზე მეტად, რა, ანუ ჩვენ ვერასდროს ვერ ვაწარმოებთ მილიონობით ქვევრის ღვინოს, რა, ანუ უნდა გვესმოდეს, რომ ქვევრის ღვინოზე როცა ადამიანები საუბრობენ, რომ ლიმიტირებული არის, ანუ მართლა ეგრე არის. რეალურად ძალიან წამგებიანი არის მაგ თვალსაზრისით, რა. თუმდაც აი ის ელემენტარულ პრაქტიკულ მაგალითს მოვიყვან, რომ აი ორი ქვევრი რო გაქვს, ორივეს ეგრევე ვერ გაავსებ. ან ორივეში ნახევარ-ნახევარი გაქვს, ფერმენტაცია დასრულდა, მერე შეგიძლია გადაავსო ქვევრი. და ეს ერთი ქვევრი უხეშად რო ვთქვათ, ცარიელი დაგჭა პირობითად, რა. ანუ აი ეგეთი ასპექტი, ხო, ძალიან არაპრაქტიკული გამოდის რაოდენობრივი თვალსაზრისით, რა, მაგრამ რა თქმა უნდა თავისი პლუსები აქვს, რის გამოც უარს არ ვამბობთ ამ ტექნოლოგიაზე. აი პლუსი რა არის მაშინ? პლუსი ის არის და არის მინუსის ჩავშალოთ, იმიტომ რომ მინუსი რო ბევრია. უამრავი არის. მოდი მინუსებით დავიწყებ, რა. მინუსი ის არის, რომ პირველ რიგში ხარისხი ქვევრის სასაცილოდ დაბალი არის საქართველოში. აი მართლა სასაცილოდ დაბალი არის. და ძალიან მიხარია, რომ აი ადრე თუ უხერხული იყო რაღაც პრობლემებზე საუბარი და მეღვინეობაში გვახასიათებდა, რომ აბა იმას მე ვიცნობ და ეხა და უხერხული ამის თქმა და იმის თქმა და ღვინის გაკრიტიკება და მექვევრის გაკრიტიკება და ასე შემდეგ, ეხა მეღვინეებს თვითონ მეღვინეებს უკვე აი ყელში აქვთ ამოსული, იმდენი ქვევრი აქვთ გაფუჭებული, იმდენი გატეხილი, იმდენი გაბზარული, იმდენი ღვინო დაკარგული, რომ უკვე ხვდებიან, რომ არა ძმაო, მე შენ რეპუტაციას უკვე აღარ მოუფრთხილდები, იმიტომ რომ შენ მაზარალებ წლიდან წლამდე რა, ეხა როგორი არის მიწაში ჩადებული ქვევრი, დაფალი. მე რაღაც მომენტში გამოირკვა რომ ჟონავს, მე ეს ამოიღე, ცდილობ რომ გზაში თან შეაკეთო პირობითად. ანუ აი უამრავ დროს, ენერგიას, ფულს და ღვინოს ესე ქარს ატანენ ხოლმე რა. და დანაკარგი გავს უდიდესი კი მაგრამ. ძალიან დიდი რა, სხვა რო არაფერი წარმოედგინე ხა. ჩვენ შეფების ფუფუნება არ გვაქვს რა, რომ კაი, ნუ აი ეხა რაღაცა ცუდი პროდუქტი მომაწოდე, ეს ჭიქა გაიბზარა და მე ჩემი რაღაც არ ვიცი, ჩაი ან წყალი და დამეღვარა რა. მოვიტან ახალ წყალს და კი ის წყლის ან ჩაის ზარალი მექნება, მაგრამ მეღვინეს იგივე არ შეუძლია რა, წელიწადში ერთი პერიოდი გაქვს, ერთი თვე გაქვს, როცა რაღაცა შეგეძლია გააკეთო რა. ის ყურძენი სითხე შენ თუ დაკარგებს, всё, მორჩა, დასასრულია. შემდეგ წელს დაელოდე. ხო? და ეგ არის როგორც ვიცი მე გამოწვის პრობლემა, ხო? რომ იმიტომ რომ გამოწვის ტექნოლოგია არ გვაქვს დაცული ისე როგორც უნდა იყოს, როგორც მახსოვს და მარტივად რო ვთქვა, სული რაღაც. მე მგონი შენგან მახსოვს ადრე ჩვენთან გასტრონომიულ ტურებში ვლაპარაკობთ მაშინ ღვინოზე და საფრანგეთი თქვი თუ რა თქვი, სადღაც ამზადებენ ევროპაში, ხო? როგორც ვიცი, პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიაშიც და ბევრად უკეთესი ხარისხით. კი, ანუ უკვე ბევრი მეღვინე ვიცი, ვინც ყიდულობს იქ ქვევრებს. საქართველოში აღარ ყიდულობენ. წარმოიდგინეთ, ანუ ქვევრი ჩვენ მოვიფიქრეთ, სხვებს გაუზიარეთ და სხვები ჩვენზე უკეთ აკეთებენ რა. ეხავს ხალხო მართლა მაგრად ეხავს რა. იმედია დაფიქრდებით და თქვენც ერთ-ერთ სიტყვას შეაწევთ ამ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად მივიდეს რა. ფაქტია, რომ ბევრი აი ამაზე არ ვიცი, რამდენად მოხვდებათ, ასე ვთქვათ, თვალში ეს ჩვენი პოდკასტი მექვევრებს. მოხდება დარწმუნებული, ამოჭრით. ძალიან ბევრს გულშიც მოხვდება და ძალიან ბევრი იტყვის, რომ არა რას ამბობ და რაღაც, მაგრამ მეორეს მხრივ რატო ყავს ამდენი უკმაყოფილო მეღვინე და რატო მიდიან სხვაგან?
ბევრად უფრო ძვირი უჯდებათ. მე იმის ტრანსპორტირება წარმოიდგინა, ანუ აი ეს გზა ფული, უფრო მეტი ფულიც და იმის კიდე ტრანსპორტირებაც უღირთ იმად, რომ ანუ ქვევრში დარწმუნებულები იყვნენ რა. და აქ არ არიან. ამ დროს ეს ქვევრი როგორც ჭურჭელი ხო ძალიან კარგი ფორმის ზომის, ანუ ყველაფრის ძალიან კარგი არის, ხარისხენ რო გქონდეს რა. აბსოლუტურად. სწორად გაკეთებული ქვევრი ძალიან ბევრ კარგ საქმეს გიკეთებს. ერთი ის რომ ბუნებრივ ფილტრაციას ახდენს, სწორი სისქის თუ არის, გეხმარება რომ რეალურად გამოიყენო შენ ნიადაგისა ეს სიგრილი, რაც გეხმარება რომ ცოტა ტემპერატურა დაწიო და მეღვინეობაში დუღილის ტემპერატურას ძალიან მნიშვნელობა აქვს და ხშირი არის ხოლმე პრობლემა გამოწვეული მაღალი ფერმენტაციის ტემპერატურის გამო, მაგაში გვეხმარება და ღვინისთვის ისევ და ისევ ხას გავუსმევ, კარგი ქვევრი ძალიან კარგი დასავარგებელი ჭურჭელი არის, ზომიერი მიკროოქსიდაციის საშუალებასაც გვაძლევს, ხო? ანუ ფილტრაციაც ხდება, დაწმენდა ხდება, ანუ სედიმენტაცია ფაქტიურად უმეტესობა იმ ღვინოს, რომელსაც ამოიღებ, ფილტრაცია წესდარიგით არ დაჭირდება. რა თქმა უნდა, მან დიდ როლს თამაშობს ყურძნის ხარისხიც, მაგრამ ყველაფერი რო იდეალურად იყოს და ქვევრი მშვიდობიანია, მაგ შემთხვევაში ძალიან კარგ სამუშაოს უწევს, ასე ვთქვათ, მეღვინეს. კიდევ ერთი მინუსი. მინუსებს რა დავის. ხო, სოკოვანი ბაქტერიებიდან უნდა დავიწყოთ ალბათ ყველაზე. იმ ორ ასპექტს გავაჟღერებ, მაინც დამავიწყდა რომ ეხსენებინა. პრობლემა რა არის, რატო არ გვაქვს ეგეთი რა? ცოდნის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ორი რაღაცა გვეშლება არ გამოგვდის რა. ერთი არის თიხის დამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აღქმა თიხის რა ტიპის თიხა უნდა იყოს გამოყენებული, რა ტიპის თიხას ვიყენებთ, რა მახასიათებლები აქვს ამ თიხას, უშუალოდ თიხასთან მუშაობა და მეორე რაც შენახსენე არის გამოწვა. გამოწვა უშუალოდ ესე ვთქვათ, აი საოჯახო მექვევრეებში არ ხდება ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, სწორად და სტაბილურად. იმიტომ რომ ეხა შეშით, ხო, მესმის რომ შეიძლება ტრადიციულად ესე აკეთებდნენ, მაგრამ ტრადიციულად აშკარად კიდე რაღაცა იცოდნენ. რაც აქამდე არ მოვიდა, ხო? ხო, რაც აქამდე არ მოვიდა რა, აი სხვა ერთ-ერთ პოდკასტზე, სხვათა შორის ჩემი მეგობრის პოდკასტზე ვახსენე, იმერეთში, აი სადღაც შეიძლება გადააწყდა აი ამ სისქის თხელ ქვევრებს, რომელსაც საუკუნეები იყენებდნენ და რომელსაც დღეს ვერც ერთი მექვევრე ვერ აკეთებს აი იმ ქვევრებს. და ანუ ფაქტია რომ იყო. და როცა ესეთი თხელი არის ქვევრი რა, ის ფაქტი რომ ნიადაგში გაქვს მეტად უფრო გამართლებული არის. იმიტომ რომ თბოცლა ბევრად უფრო მარტივი არის. და თუ ეგ არ გაქვს, ეგ თბოცლა თუ არ მოხდა და არ მოხდება, იმიტომ რომ 10 სანტიმეტრიანი სისქე გაქვს ეხა ქვევრის, ხო? რაც აბსოლუტურად ხარშავს ღვინოს. ნიადაგში რაღაცა გაქვს, ანუ აზრი არ აქვს. ირთულებს საქმეს, მაგრამ ზემოთ დადგი რა, კონდიცირება მიქნება უფრო მეტად გააგრილოს. ანუ რაღაც მომენტში მიღებული წესიც არის, რომ ზემოთ უკვე იდგეს, იმიტომ რომ სქელია და მორჩა, იმის იქით არაფერი აღარ უნდა, ხო? ხო, არის მეღვინეობები, ალბათ ქვემოთ იმიტომ გამო, რომ ერთადერთი რავი, ზემოდან დავადგენენ ისევ თავის. ტრადიციული თემაც არის, რა თქმა უნდა, თუ ვინმეს, ვთქვათ, კარგი ქვევრი აქვს, მათთვის აქვს ბენეფიტები და აპრიორიტეტები რომ რა თქმა უნდა ნიადაგში იყოს. ისე ახალი ტექნოლოგიების განვითარების ფონზე რაც ხდება სამყაროში, რატო ვერ მივედით იქამდე, რომ 10 სანტიმეტრიანი კედლის ისქიდან ჩამოვიყვანოთ თუნდაც 3 და 4 სანტიმეტრიან. რატო ვერ აღმოვაჩინეთ? არ კეთდება კვლევა რამე არაფერი არ ერთი კომპანია არის, სახელს ვერც გავიხსენებ და არც არის მნიშვნელოვანი. ეხლა აქვთ ელექტროღუმელი ჩამოტანილი, კერძო კომპანია როგორც ვიცი, რომელიც ესე ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში ესეთი მაქვს, რომ იკვლევენ უკვე რაღაცა თიხებს, იმერეთში არის ეს კომპანია, აქვთ ღუმელი, რომელიც ზუსტად იცის მუდმივ რა ტემპერატურაზე ხდება გამოწვა თიხის და ექსპერიმენტებს აკეთებენ და იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე წელში ეს კომპანია რაღაცას, ასე ვთქვათ, დადებს ინფორმაციას, რომ იცით რა ხალხო, აი, ჩვენ გავტესტეთ ეს, მე იქ რა თქმა უნდა გამოსანთulis მომენტი შემოდის საუბარში და სურათში, რომელსაც ძალიან ბევრი პოლემიკა მოყვება ხოლმე, რომ ქვევრი თუ გამოისანთლა, ეგ რაღა ქვევრი არის და მეორეს მხრივ თუ არ გამოისანთლა, ის ქვევრი ვერ ქვევრობს და ძალიან ბევრი პრობლემა არის და იმედი მაქვს, რომ ეს კომპანია შეძლებს, რომ რაღაცა
კვლევა დაგვიდოს, გითხრას რომ ეს გავტესტეთ, ეს ვნახეთ, ეს ვსადეთ, ამ ტემპერატურაზე, ესეთი თიხა იყო, ესეთი ფორმა იყო, ასე შემდეგ და რაღაცამდე მივალ. კერძო კომპანიებმა თუ არ ქნეს ეგ, ფაქტია რომ ქვეყანას გონია რომ გვაქვს მაგის ფუფუნება უკვე, ანუ არ ვართ ჩვენ ძალიან ღარიბი ქვეყანა რა, როგორც ეს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მე ვფიქრობ რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვართ ფული ღარიბი არის. ქვეყანა. საერთოდ არ ვართ, არც მე არ მიმაჩნია რომ ეგრე. მგონია რომ ძალიან ბევრი ფულია. რაც ხდება ჭამასმაში, აი იმის ფონზე, ვინმე რო თქვას რომ ჩვენ გაჭირვებული ქვეყანა ვართ, არ ვართ. უბრალოდ გაჭირვებული რაოდენობის რაღაც რაოდენობა, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში არის. ხალხი არის გაჭირვებული. ხალხი არის რა, მაგრამ ქვეყანა არ არის გაჭირვებული. ეგ არის. უბრალოდ პრობლემა მან შუაში არის, რომ აი ამ ორის დაკავშირება და გამოყენება არ ხდება. ოკეი, რა გავლენას ახდენს ჭურჭელი ღვინის გემოზე, ეგ ჩავშალოთ კარგად რა, ნუ გავიგეთ რომ ეს ქვევრი თავისას შვება, მაგრამ ეგეც ჩავშალოთ. გადავიდეთ იმ უჟანგავ მეტალზეც, კასრზეც ვისაუბროთ და საერთოდ რატო არ კეთდება კასრის ღვინოები საქართველოში და თუ კეთდება ეგეს ვთქვათ. კი, არა, კეთდება. ამას აი კამერაში გავიხედები სპეციალურად და ისე ვიტყვი, რომ ქვევრის ღვინოს, ქვევრის გემო არ აქვს, არც უნდა გქონდეს და ასე შემდეგ. ანუ ღვინოზე მაგითი ასე ვთქვათ განსაზღვრა რომ აი მე რაღაცა ქვევრის ღვინოს ვგრძნობ, ანუ აი ქვევრის გემოს ვგრძნობ ღვინოში რა. ანუ ან ტერმინი არის არასწორი და რა თქმა უნდა არის და ესე იგი თან ხშირ შემთხვევაში მე ვარაუდობ ხოლმე რომ იმ ღვინოს რაღაცა პრობლემაც აქვს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ანუ ეგეთი თუ ვგრძნობ ესე იგი პრობლემაა. აბსოლუტურად რა, ანუ ეგ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე აი ცოტა ნესტის აი რაღაცა სველი, ჭუჭყიანი წყლის, რაღაცა ჰიგიენური პრობლემა, რომელიც ღვინომ აიღო არაჰიგიენური ქვევრიდან. წინასწარ დამუშავების პროცესში. ანუ ქვევრი არის ჭურჭელი, რომელსაც აქვს თავისი უპირატესობები, იქ რაღაცა ტემპერატურის რეგულაცია, ფილტრაციაში დახმარება, დაწმენდა ასე შემდეგ, მაგრამ არა ის, რომ რამე დამატებითი გემო შესძინოს, როგორც მაგალითად კასრმა. მუხის კასრს რომელიც ასევე გადის გამოწვის პროცესს, აქვს უნარი, რომ გადაიტანოს უამრავი დამატებითი გემო და არომატი ღვინოში. ეს არის მისი უბრალოდ ესეთი უნარი რა, ანუ ბუნებრივი თვისება. კი, ბუნებრივი თვისება არის, იქიდან გამომდინარე, საიდან არის ეს მუხის კასრი, რომელი ქვეყნიდან არის, რომელი ტყიდან არის, როგორი გამოწვა აქვს, რა დონის გამოწვა აქვს ამ კასრს. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი არომატები, როგორც არის ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ბოლი, შოკოლადი, რავი, უამრავი, აი ეს baking spices, რასაც ვეძახით. ბენზინი რომ მოდის ხოლმე ეგ საიდან არის? ბენზინი ჯიშური არის. არანაირი დამატებითი რაღაც არ არის და რისლინგი არის ესეთი გერმანული თეთრი ყურძნის ჯიში, რომელსაც ახასიათებს აი ამ ასე ვთქვათ ნავთობპროდუქტის ეგ მოსგასინჯული და არომატის განვითარება. და როგორც წესი ხდება ხოლმე ბოთლში დავარგებისას აი 1-2 წელი. წლის შემდეგ. ოკეი. და ეს კლასიკური ღვინის შემთხვევაში როგორ ხდება კიდე? კლასიკურ ღვინოს უყურებ, ვუწოდებთ ზოგადად ყველა ღვინოს, რომელიც არის დაყენებული უჟანგავ ავზში, ან კასრში, ან ორივეში ერთად, ხო? ანუ ძირითადად როგორ ხდება ხოლმე? ფერმენტაციას გადის უჟანგავში, მერე ხდება დავარგება მუხის კასრში და ეგ არის ასე ვთქვათ, აი ძალიან მარტივი სიკვენსი რა, თანმიმდევრობა მეღვინებაში, ძალიან კლასიკურად ასე ვთქვათ რა. უშუალოდ უჟანგავი ფოლადი ძალიან მარტივი მოსახმარი არის, სისუფთავის დაცვაც მარტივია, ძალიან პრაქტიკული არის, მაგრამ ინერტული ჭურჭელია, რომელიც არაფერს არ აძლევს, არაფერს არ ართმევს, უბრალოდ ჭურჭელი არის. შენ როგორ გამოიყენებ მას, აი ეგ არის რა. ამ სამი ჭურჭლის გარდა რამე სხვა კიდე არსებობს ჭურჭელი, რაც საყენებენ ღვინოს? კი, არსებობს ერთგვარი პლასმასის, ძალიან თხელი პლასმასის აუზები გერმანიაში იყენებენ, მაგრამ მეტწილად მაინც უფრო ღვინის შესანახად და გვაქვს ასევე ბეტონის, ესეთი კვერცხის ფორმის ბეტონის ჭურჭელი არის ძალიან ტრენდული ბოლო პერიოდში, რომელიც ფერმენტაციისთვისაც და დავარგებისთვისაც გამოდგება. აქვს მიკროოქსიდაციის, ანუ ჟანგბადის გატარების უნარი აქვს, შეიძლება რომ ღვინო მასში დავავარგოთ. და ასევე არის ისეთი აი ჩვენთან დემიჟანებს რო ეძახიან 20-იანი აი ეგ ოღონდ გათანამედროვებული ცოტათი უფრო მოცულობითი
მინის ჭურჭელი, რომელშიც ღვინოს როგორც წესი ავარგებენ ხოლმე ღვინის ლექსზე. ვა, საინტერესო ეს კვერცხის თემა დამაინტერესა, იმიტომ რომ ბეტონიდან გამომდინარე არ გამიგია და ბეტონი რამდენად კაი ტიპი არის ღვინოსთან. ნუ, რა თქმა უნდა, მანდაც ახლა სამშენებლო ჩვენთან არავინ არ აკეთებს მაგას? ან სადმე თუ შეგვიძლია რომ ვიყიდოთ შატო მუხრანს აქვს ეგეთი ბეტონში დავარგებული ღვინო ბეტონის ასე ვთქვათ ჭურჭელი რა რომელიც რეალურად მათ ასე ვთქვათ ბლენდში შედის არ არის ესე ცალკე გამოყოფილი ღვინო არ აქვთ მაგრამ აკვირდებიან და აქვთ საშუალება რომ აი მოდი ახლა ჩინური ჩავასხათ ჩინური ფერმენტაცია გავატაროთ მე ლექსი ამ ჭურჭელში დავავარგოთ ასე შემდეგ და ნუ ჯერ პროცესში არიან აკვირდებიან ეხლა გადავიდეთ მოდი ქართული ღვინის ყურძნის ჯიშებზე და ზოგადად ამ ჯიშობრივ თემაზე რა ტიპის ჯიშები არის ევროპულ ბაზარზე ქართული ღვინოზე მოსაუბარი რა თქმა უნდა კონკურენტ უნარიანი და რამდენად ირჩევენ ამ სტილს თვითონ მეღვინეები რა რამდენად იციან რომ აი მაგათად მე ქაწითელი იმიტომ მინდა რომ ეს კონკურენტ უნარიანი არის სადღაც სლოვაკეთში რაღაც კონკრეტულ ღვინოსთან რომელსაც პროცენტულად თანაბრად მიყვება როგორც მინიმუმ გაყიდვებში რა რამდენად იცავენ ამას ეგ ჩავშალოთ და ვთქვათ რა ჯიშის ღვინოები არის ყველაზე მოთხოვნადი ევროპაში რა გასაგებად მაგ ტიპის დაკვირვებას რომ აი ეხლა ამან კონკრეტულად რაღაცას უნდა გაუწიოს კონკურენცია მსგავსი ხედვა ფაქტიურად არ არსებობს ის ნაწილი რომ ეხლა მე აი ამ ღვინოს რო ვაყენებ X ჯიში უნდა წავიდეს და კონკურენცია გაუწიოს რაღაცას ეგეთი ხედვა ჩათვალეთ რომ საერთოდ არ არსებობს რა. ხო, მაგრამ ეს რაღაც გაყიდვების პროცენტულობა ხო არსებობს, რომ აი გაიყიდა ამდენი და გავიდა. კაცითელი ხო დგება სტატისტიკა. კაცითელი კისი. მაგრანული ხო? მაგრანული რეალურად და საფერავი არის ის სამი ჯიში, რომელიც შედარებით უფრო ასე ვთქვათ დომინირებს და ამ ჯიშებისგან დაყენებული სხვადასხვა ღვინოები. ხა კაცითელიც და საფერავიც ბევრ სხვადასხვა მიკროზონაში გამოიყენება, ხო? იგივე ვთქვათ რაღაცა წინანდალი, რომელიც ისეთი არის ცოტა mass market ღვინო არის, საფერავი აგერ გამოიყენება, ნუ საფერავად იგივე მუკუზანი საფერავი არის, კინძმარაული საფერავი არის და ძალიან ბევრი გასავალი აქვს, ასე ვთქვათ რა. მე ცალკე რა თქმა უნდა ეს ჯიშები ქვევრებში, ქვევრი ახალი თემა არის, კისი მარტივი წარმოსათქმელია ისევ და ისევ და ან პოპულარობა ნამდვილად აქვს. საქართველოშიც აი სტატისტიკა რო ახსენე რომ ასე ვთქვათ, კერძო კომპანია ახდენს ამას, ხო, ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერეალიზაციო ჰაბი არის რა 8000. სტატისტიკაშიც კისი ერთ-ერთი, ანუ აი ისეთი არის რა, ტოპ სელერი არის რა მაინც. შესაბამისად, ამ ჯიშებთან რაღაცა ესეთი პირდაპირ კონკურენციას რომ მეღვინე ფიქრობდეს, რომ ეხა ჩემარ კაცითელმა კისმა და საფერავმა აი ამას უნდა გაუწიოს კონკურენცია არ ხდება. ერთადერთი რასაც აი ბოლო წლები არის რომ ვაკვირდები და ეს ზოგად კატეგორიას უპირისპირდებით არის წითელ ღვინოებში. წითელ სერიოზულ ღვინოებში, აი რაღაც სრულსხეულიან ღვინოებში საფერავს ჯერ ერთი აქვე ვიტყვი რომ მაგარი პოტენციალი აქვს და ალბათ ქართული ჩემი ყველაზე საყვარელი ჯიში არის საფერავი და საფერავზე უკვე ფიქრობენ რომ აი საფერავი არის ის წითელი ყურძნის ჯიში რომელიც უნდა დავაჯახოთ ბორდოს, დავაჯახოთ ტოსკანას, დავაჯახოთ კალიფორნიას და ასე შემდეგ. ეს ასე ვთქვათ, აი ძალიან უხეშად, მაგრამ ისე რომ მთელი სფერო და ინდუსტრია ფიქრობდეს, რომ ეხა ჩემი საფერავი რაღაცა კალიფორნიულს უნდა დაეჯახოს, ესე არა. და აი მაგაზზე მაქვს ხოლმე ხშირად საუბარი სხვათა შორის, როცა რაღაცას ვაკრიტიკებ, მე ანუ მარტო საქართველოს ჭრილში არ უყურებ ღვინოებს რა და მაგიტო თვლი რომ ანუ ჩემე რომ რაღაცას კარგად ვაფასებ, იმას კიდევ უფრო ცოტა სხვანაირად უნდა შეხედოთ და უნდა დააფასოთ მართლა ის ღვინო, იმიტომ რომ მე გლობალურ ჭრილში უყურებ მაგ ყველაფერს რა, რომ ამბობ რომ ის კაი ღვინო არის რა, ესე იგი ანუ გლობალურ ამბავში არის კაი ღვინო. და ხსნი ხოლმე რომ აი ამ ქულით ხო, ანუ მე რომ ამბობ რომ პირობითად რაღაც ღვინო არის 90 ქულით შეფასებული, ხო? პირობითად ჩემს მიერ. ანუ იმას გულისხმობ რომ ანუ სხვა 90 ქულით შეფასებულ საერთაშორისო ღვინოებთან ერთად ერთ მაგიდაზე ადგილი ეკუთვნის. მაგაზე მაქვს საუბარი რა. შესაბამისად ცოტა აზრი გამიწყდა. არა უშ, მოდი ახლა მითხარი ტოპ 5 შენი საუკეთესო საფერავი აღმოჩენა რაც გაიგეთები აქამდე. იცი რატო? ჯერ ერთი რომ შენგან კარგი შეფასების ღვინოები ძალიან ცოტა არის, რაც მე
გიცნობ იქიდან მოყოლებული და ეგ ძალიან კარგიც არის, იმიტომ რომ ძალიან ესეთ მკაცრ ფილტრაციას აკეთებდა, ხო, კარგი არის რა. და მეორე ის არის, რომ საფერავი მე მაგალითად მიყვარს კარგი მხოლოდ, ანუ აი იდეალურ, როგორც შენ ხარ ეგრე ვარ საფერავთან დაკავშირებით რა. საყვარელი ჯიში ნამდვილად არ არის, მაგრამ განსაკუთრებული ჯიშია, რომელსაც განსაკუთრებული დაყენება ჭირდება ჩემთვისაც რა. იმიტომ რომ მე მაგალითად საფერავს ვიყენებ ბევრ სხვა რაღაცაში კულინარიაში მათ შორის რა და დესერტებიდან დაწყებული, ცომეული, დამთავრებული და პური, საფერავის პური თუ არის ეს ხალხო, რა ვიცი, მაგის პატენტი მას ოფიციალურად ჩემი გაკეთებული ასე რომ ეგეც ცალკე ხო საფერავი მართლა უნიკალური არის. კიდე ერთი რამეს დავამატებდი რა საფერავზე სანამ ტოპ 5-ს ჩამოვთვლიდე. საფერავი მითი არის უნიკალური, რომ აი მართლა ნებისმიერი ტიპის და სტილის ღვინო შეგიძლია აწარმოო რა. ანუ აი დაწყებული, ანუ ცქრიალა ღვინით, დამთავრებული შემაგრებული ღვინით და ყველაფერი შუალედში. სუბუქსხეულიანი, საშუალო სხეულიანი, სრულსხეულიანი, ვარდისფერი ღვინო, ან ყველანაირი ტიპის ღვინის წარმოება შეგიძლია საფერავისგან. რა, ეგეთი უნიკალურობა ძალიან ცოტა ჯიშს ახასიათებს და ჩემი აზრით, ერთ-ერთი უნიკალური ჯიში არის მსოფლიოში, იმითი რომ დიდად არ საჭიროებს ბლენდირებას. ანუ mono ჯიში არის, რომელსაც შეუძლია რომ იმხელა კომპლექსურობა კონდეს, რომ ნებისმიერ ბლენდს პერსპექტივაში მაქვს საუბარი გაუწიოს კონკურენცია. დღეს შეიძლება მაგას ვერ ვახდენთ, მაგრამ მაგის პოტენციალს ვხედავთ. იმიტომ რომ სოფლიოში იქ ბორდო ვახსენე, ტოსკანა ვახსენე, კალიფორნია ძალიან ხშირ შემთხვევაში შეხვდები ბლენდებს. მთელი ბორდო ბლენდზე არის დამყარებული და მაგ ბლენდს მოაქვს ამ რეგიონისთვის დიდებაც, წყალობაც და სტაბილურობაც. და აი საფერავში აი მე მგონია რომ ეს პოტენციალი არის რომ ანუ ერთი ჯიში იყოს, არაფერი არ დაამატო და იმხელა კომპლექსურობა კონდეს და მაპატი ამისთვის აი ყვერები რომ ანუ აი ნებისმიერ სოფლიოში ნებისმიერ წითელ ღვინოს დააჯახო. ამისი პოტენციალი გვაქვს. ანუ იმდენად მაგარი არის რომ ღვინის მოყვარულებს ესე იგი ამბობ იმდენად მაგარ ჯიშია რომ ბავშვი რო დაებადებათ middle name-მად შეუძლიათ საფერავი ჩაუწერო. არ ვიცი ხო რა რატომაც არა ანუ აი ძალიან დიდია. ხუთი იდეალური საფერავი მითხარი. ზართული ამბავია. 5 კარგად უნდა დავფიქრდე. ეხლა ვიგეთყვი. ერთი იქნება ოკეი. всё, რაღაცები მახსენდება, კარგია. თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ შემთხვევაში. ერთი არის ფაფრისველის 2017 წლის მოსავლის საფერავი. ეს არის ქვევრის ღვინო. ფაფრისველი არის ესეთი ტერუარი ძალიან უნიკალური, რომელიც ძალიან ექსტრაქტულ, სრულსხეულიან და უბერ გასტრონომიულ ღვინოს აწარმოებს. და აი სრული აღქმა ჩემთვის ფაფრისველის არის მხოლოდ მწვადთან ერთად. აი მართლა, აი კარგი მწვადი, კარგი თავისი ცხიმიანობით, ყველაფრის გარეშე, აი არაფერი მეტი არ ჭირდება. პროსტა ის საფერავი და კაი მწვადი. всё. აი მართლა, ანუ აი აბსოლუტური გასტრონომიული გამოცდილება არის ორი მარტივი, ესე ვთქვათ, პროდუქტით. ოკეი, ერთი ეგ. მეორე იქნება 2015 წლის მოსავლის ბადაგონის ალავერდის საფერავი კლასიკური. ერთ-ერთი მართლა ესეც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მართლა რაც გამისინჯავს. დახვეწილი, ელეგანტური, კარგად რო დავარგდა და აი ჩანს სილამაზე საფერავის და პოტენციალი დავარგების ეს მეორე მესამე სავარაუდოდ იქნება აი ბოლო პერიოდში გავსინჯე და ალბათ ეგ მაგიტომ ახსენდება, მაგრამ მართლა ძალიან სერიოზული საფერავია. ესეც სხვათა შორის 2015-ის საფერავია, თუ სწორედ მახსოვს, შატო მუხრანის. შატო მუხრანის ქართლიდან. ძალიან კარგად დავარგებული და კიდე ცოცხალი, კარგი მჟავიანობით, ანუ აი კასრი რო კარგად აქვს ინტეგრირებული შვენიერი საფერავი მართლა. და აი დანარჩენ ორზე ალბათ აი შეიძლება თავს შევიკავებთ თქონდა გეთქვა. არა, აი მართლა, ანუ რთული არის. ეგეთი ძალიან რთული არის. რთული რა არის, იცი? ძალიან ბევრი ღვინო შეიძლება ვახსენო, აი შუალედში. შემიძლია ვთქვა რაღაცა ერთ-ერთი მოსავალი
შატობუერას შემიძლია თქვა მილდიანს ქონდა ერთი მოსავალი, აი რაღაცა შუმს ქონია კარგი, რაღაცები შეიძლება აი თბილღვინოს, მაგრამ აი მაკლია იქ რაღაცა ხარისხი, სადაც ვიტყვი რომ აი იმ ღვინოებთან ერთად რო დავაყენო, ხარისხი იქ მაკლია ცოტა, კიდე რომ იმ ღვინოებთან ერთად ასე თქვა ჩამონათვალში შევიყვანო რა. თორე კარგი ღვინოები არის. ჯამურობაში რო შევხედოთ ძალიან ცოტაა, ხდება, მაგრამ არც ისეთი მაღალი დონე რომ აი ეგ არის მაო, всё, აი. მოდი ცოტა ახლა მე ჩაჭერა მაკლია რა და რა ძირითადი პრობლემები გვაქვს ქართულ ბაზარზე, მეღვინეობაში, ღვინის წარმოებაში, გაყიდვებში მათ შორის, სიყვარულში, გააგებაში, გააზრებაში და ასე შემდეგ რა. რაც ყველაფერს აი მოიცავს ერთიანად შევაფასოთ და შევკრათ რა. ძირითადი პრობლემები და ოღონდ ღიად და თამამად რა, როგორც აი სულ თავიდან დავიწყებ რა, ღვინის აი წარმოება საიდანაც იწყება, იქიდან მიყვები და აი ეტიკეტირებამდე მივალ და ბრენდინგზე კიდე ცალკე ვისაუბრებ რა. ვენახი. ვენახის მოვლა არ გვესმის, ეს გლობალურად საუბრობ, ყველას ნამდვილად არ ეხება. არ გვესმის ვენახის მოვლა, მნიშვნელობას ყველა არ ანიჭებს რა ნიადაგზე არის, როგორ ტერუარზე არის, ზოგი ისეთ ცუდ ადგილებში აშენებს ვენახს, რომ აი ვერ წარმოიდგენ, რო ჩახვალ, ანუ მიხვდები, რომ აი ყურძენი აქ მაგარ სტრესში არის, ვაფშე რატო, აი რატო? შენი სტრესები და ყურძენი რა შეეხება, ხო? მე ვარ ცუდ დღეში რა, ანუ ისეთი ტენიანობა ყოფილა ადგილებში, ზოგადად ტენიანობა ვენახისთვის ნომერ პირველი ის არ ვქო მტერი არის რა. ისეთ ადგილებში მოხვედრილ ვარ, რომელიც აი ესე რა თეორიაში ყურში რომ მომხვედრია რომ აუ ეგ არის რაც არის და რა მაგარი ადგილი და რომ იხვალ და მე ხო შეღონებული ვარ და წარმომიდგენია წლიდან წლამდე და ეხა ზოგი ხوارი რომ ცუდი წელი. მაგიტო არის რომ ამდენი დრო გვჭირდება და მივხოხავთ წინ. აი წლიდან წლამდე დავდივარ ხო რამდენი წელი არის უკვე ხო აი რაც გათვითცნობიერებულად უკვე რაღაცას უკვე ცოდნით სინჯავ ღვინოებს და ვაკვირდები რა. აი მივხოხავთ რა, ანუ აი ის ტემპი არ გვაქვს რომ აი თქვათ რომ всё რაღაცა გარდატეხა მოხდა და რაღაცა. ოკეი. წლიდან წლამდე ცოტა უფრო ცირდება დაავადებული ღვინოების რაოდენობა, მაგრამ ამ დაავადებულ ღვინოებზე როდემდე უნდა ვისაუბროთ? ეგ არის აი 2x2 ყველგან. და ჩვენ კიდე აი რაღაცებზე ვლაპარაკობთ მანდ რა. და მართლა მგონია რომ მივღუღავთ რა. ბიჭო, ეს რა არის? ჩვენ გვიყვარს დრამა რა, ზოგადად და დრამით ცხოვრება გვიყვარს რა. აი ქართველებს დაამუღამე რა. ყველაზე დრამატული ტიპები ვართ ყველგან და ყველაფერში რა. ელემენტარული ცოტა გვერდზე წავალ და მეზობლობა ავიღოთ რა. რაღაცა უნდა გაგიფუჭოს მეზობელმა რომ დრამა შექმნას. ან რაღაცა გაფუჭდა პირობითად ისეთი რაღაც ელემენტარული პირობითად გაწყდა სარეცხის თოკი რა. რომელზეც შეიძლება მოაბას უდიდესი კუდი რომ აი რა მეშოლება რომ სარეცხის თოკი და ამით იცხოვრებ მთელი დღე ის აშელება მთელი კვირა გაგებუტოს იმის გამო რომ შენ იმას რაღაცა ფეხი დააბიჯე პირობითად გარეთ რა. და ამით მაცხოვრებელი ტიპი არის. ამით მაყოფილდება და ეს კვებავი ენერგიაც კი აქვს დაჟე რაღაც მომენტში რომ დრამით ცხოვრობს. იგივე მგონია რომ რაღაც ისეთ პატარა პრობლემებზე რომელზეც უკვე მილიარდჯერ გვაქვს ბრალი და ნაფიქრი და მე უკვე რაღაცა შეცვლილიც იმის გამოკიდება და კუდის გამობმაც ეგ არის რა რომ დრამით უნდა იცხოვრო და რაღაც მომენტში აღარც უნდა მიასწრო ყურადღება რომ და უკვე იცი რა როგორც ვიცით რომ ჩვენ აი აჭარულ ხაჭაპურში ლობიანი შიგთავსი არ უნდა იდოს ისე შენ რომ ის გაფუჭებული ღვინო აღარ აქვს მორჩა რა ჩაი ხო ანუ აღა მაგაზე საუბარი როდემდე შეიძლება ხო ანუ მე ანუ პირველი მე ვახსენე ჩვენ საუბარში რომ კი ანუ ჩვენ ისეთი რთული ისტორია გამოვიარეთ რომ კი რაღაცები გვეპატიება რა ანუ მაგრამ როდემდე გვეპატიება ხო ანუ აი ეგ ამბავი არის რა ჩვენ თუ რაღაცები ჩვენ თავზე არ ავიღეთ რა და ძალიან შრომატევადი არის არაფერი რასაც მე ეხავ საუბრობ არაფერი მარტივი არ არის რა მაგრამ ანუ თუ სფეროზე ანუ მაშინ ყველა ჩუმად იყოს მიიღონ კრიტიკა ნუ აი რავი ესე ვართ რა ესე მივდივართ და სანამ ესე ვივლით მივიღებთ მაგ კრიტიკას რომ მივღავთ რა და ანუ რაღაცა აი პრეტენზია და ის რო არის ჭრიჭინი რო არა რას ამბობდა გავარდა და ქართული ღვინო მთელ სოფლიოში და რაღაცა რა ანუ ერთ სიუჟეტს რო ნახავს ხოლმე ხალხი და მე ჩემ ვიდეოს რო რაღაცა სიუჟეტში საუბრობს ასე თქვა რამე ტელევიზია რო აი ქართული ღვინო და მოწონება და იმსახურა და გაგიჟებულები არიან ექსპერტები და ასე შემდეგ ეგ ექსპერტები ანუ
ჩემთან რო არიან შეხებაში და აქ რო ჩამოდიოდნენ და მე რო აქ მასპინძლობდი და მე რო იქ მივდივარ და რო საუბრობთ და არც კამერა რო არის და კულისებს მიღმა რო საუბარი მიდის და რო ვეკითხები ადამიანს რომ აი ეს ღვინო საინტერესო ჯერ ეს საინტერესოს დედავატირე მართლა რა ანუ აი რა საინტერესო არის ყველაზე ცუდი სიტყვა რა ანუ საჭმელშიც ხო ეგ არის დელიკატური იმის თქმა რომ აი არაფერი ბანძობაა რა ერთ სიტყვით ამ საინტერესოს მიღმა მეთქი ამაში რო ვეუბნები რომ აი შენთან ეხა ნიუ-იორკში ეს ღვინო რო ჩამოვა კი გავიგე რომ საინტერესოა მე მესმის რასაც ამბობ რა შენ ეხა ამ საინტერესო ღვინოში $30 გადაიხდი? არ გადაიხდის. ანუ ჩვენ თუ ქართული ღვინო არ გავხადეთ, ფაქტობრივად ყოველდღიური მოხმარების, ხო მესმის რომ ყველა ღვინო ყოველდღიური მოხმარების არ არის. Occasional drinker-ებისთვისაც თუ ოფშენი არ არის ქართული და ეს არის რომ აი რაღაცა მეგობრებს პროსტა რაღაცა ახალი გავასინჯო და ეს მოხდა წელიწადში ორჯერ რა, ანუ აი მორჩენილი არის ჩვენი თემა რა. გავიზდებით სადამდეც ინტერესი არის და всё იქ ინტერესთან გაჩერდება. ჩვენ უნდა გქონდეს ისეთი ხარისხი რომ ტიპ პირო გასინჯავს. ვაუ, ოკეი. მოდი, დავბრუნდეთ. ეხლა მოდი სხვა რაღაცა მინდა რა. და შენ რო under delivering-ს უკეთებ იმ ფასში და დამიჯერეთ ანუ $30 რა, პროსტა ისეთ ღვინოების მირთმევა შეიძლება რომ აი მეც კი ალბათ ეხლა ამერიკაში რო ცხოვრობდე, აი დრო ვიცი ამ ღვინოების ხარისხი $30-იან ღვინოებს იქ მე თვითონ არ შევიძენ. ალბათ აი მართლა წელიწადში ერთხელ ორჯერ როცა საქართველოს და ეს რაღაც ქართული გემოები და მუღამი მომენატრებოდა. სხვა მხრივ ძალიან გვიჭერს მაგ კონკურენციაში რა. ამიტომ რომ დაჟე $10-15 ღვინოები არის ევროიანის დაჟე ისეთი რომ კი ძალიან ბევრი არაქართული რა თქმა უნდა და ანუ მაგას ვცდილობ რა რომ აი საქართველოში ვიპოვე ეგეთი ღვინოები რა და ანუ აი ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა ერთ აი თავის კატეგორიაში რომ მაგარი არის შეიძლება ერთ 3 ჯერ ვილაპარაკო იმ ღვინოზე ხოლმე იმიტომ რომ ანუ მინდა რომ წახალისდეს ეს მეღვინე რა ანუ მე მარტო იმისთვის კი არა აქ რომ უკაცრავად ყველას ვაჯვა და ლაფი ვასხა თავზე და რაღაც არავითარ შემთხვევაში ვაფშე ყველასკენ ვარ ვაფშე ყველა მინდა რომ კარგი ღვინო აწარმოოს რა მინდა რომ კაი გააკეთო რა ეხა ზოგისთვის შეიძლება რაღაც სენსიტიური იყოს და ვიღაცას რაღაც არ მოეწონოს რა მაგრამ აი გუშინაც რა ფესტივალზე დიდი ხნის წინ დავასრულე გულახდილობის გამო ბოდიშის მოხდა რა. ანუ სფეროს ესე ჭირდება, მე ესე ვთვლი. მაგ ორი წონა ქვემოთ და ანუ იმას ვიტყვი, რაც სათქმელი არის, რაც მე მგონია რომ საჭირო არის ჩემი სფეროსთვის. მანდ ვეჩავოხსო თუ შეიძლება ჩემი თავს, იმიტომ რომ მეც როგორც წესი food critics მიმართულებით ვარ, თელი ჩემი დღე და მოსწრებაა, რაც ცოტა აზე მოვედი და ვისწავლე კულინარიაში და ბევრი გამოცდილებაც მივიღე და მათ შორის არაერთი საკვლევი თემებს შევეხე და გავაკეთე ჩემით. ნუ გონიათ რომ ვინმეს ვემტერები, ან ვინმეზე თუ რამეს საპირისპიროს ვამბობ, რასაც თქვენ ამბობთ ხოლმე იმის საპირისპიროს, მე იმისთვის ცუდი მინდა, ან რაღაცა ვერა მაქვს რა, კარგად თავში დავაგებულია რაღაც ის, არა. იმისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, რომ ვიცოდეთ, სად მივდივართ, სად უნდა წავიდეთ, რა გვინდა, როგორ გვინდა და საბოლოო ჯამში პოზიციონირებადი ტიპები უნდა ვიყოთ ჩვენ ბაზარზე და არა ვიღაცა ჩამორჩენილი მაჩანჩალები, რომლებზეც სამწუხაროდ და დღეს კიდე იმაზე გვიწევს საუბარი, რომ ჩვენ არ ვართ კაი ტიპები რა და არ არის რა მასე, რომ აი ქართველებზე მაგარი ტიპები არავინ არ არსებობენ სოფლიოში და ასე შემდეგ რა ძალიან იქით აღაწავა შორს. ქართული ღვინო და გასტრონომია არ უნდა იყოს რაღაცა ეგზოტიური გასეირნება რა. როგორც ადამიანებს უნდებათ იტალიური, ფრანგული, იაპონური სამზარეულოს რაღაცა occasionally ყოველდღე ლამის მირთმევა მაგდონეზე უნდა მივიდეს ქართული ღვინოც და გასტრონომიაც თავისთავად რა. აი ინგლისური breakfast-ი რო ყოველთვის ყველაფერი არის, ხო იცი და ყოველთვის სადაც უნდა წახვიდე, სულ გინდა რომ შეჭამო რა. ეგრე უნდა იყოს ჩემი აზრით რა. თან ინგლისელებს ინგლისური breakfast-ი იქით ბევრი არც არაფერი არ აქვთ რეალურად. ხო, აი მან თავდება ყველაფერი და ის რომ ეგრე კარგად არის წამოსული და ჩამჯდარია ამ საკითხში რა. შენ ამ ხელა უშველებელი ისტორიით და არა მხოლოდ ისტორიით რა. მოვაწარით და ასე შემდეგ. რატო ხარ ამოვარდნილი ყველაფრიდან რა, მაგას ვერ ხვდები ხოლმე. და ხო, გადავიდეთ ბრენდინგზე რა, ბრენდინგის პრობლემები. აი, პრობლემების ნაწილში არის და მაინტერესებს. აბსოლუტურად. ვახსენეთ მე ვინახეობა, სადაც ყველაზე მეტად გვიჭერს, იმიტომ რომ ერთი რამე უნდა ესმოდეს ყველას და ყველას არ ესმის. და სასაცილო ისე რომ მეღვინებსაც არ ესმით ზოგს. რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყურძნის ხარისხი. შესაბამისად ვენახი. ის ვენახი სად არის, როგორი ექსპოზიცია აქვს ყველაფერი. ვენახი ძალიან დიდი პრობლემა არის. მეორე, მეღვინეობაშიც
განსაკუთრებით პატარა მეღვინეობებში ცოდნა გვაკლია. ინდუსტრიულ მეღვინეობას კი შეიძლება ცოდნა აქვს, მაგრამ იმხელა мотиваციაც არ აქვს, რომ მაღალი დონის ღვინოები აწარმოოს. შესაბამისად, არც იმის ინტერესი არ აქვს, რომ ძალიან მაღალი დონის ყურძენი კონდეს. კი, უნდა რომ მაღალი დონის კონდეს რა, იმიტომ რომ ის ინდუსტრიულ ღვინოშიც დაეხმარება, მაგრამ არ უხირს. ხო? ვენახი, მეღვინეობაშიც კი ცოდნის მხრივ ნაწილობრივ ნამდვილად მოვიკოჭლებთ. ეხლა რაც შეეხება მარკეტინგს, გაყიდვებს, ბრენდინგს, ხო? აი ეს სამი ერთად არის ალბათ ყველაზე დიდი სისუსტე კიდე დამატებული იმასთან, რომ ჯერ აი გენიალურ პროდუქტს ან თუნდაც სხვების საპირწონე პროდუქტს ჯერ ვერ ქმნით და თან იმათზე უფრო ცუდად ვახდენთ ბრენდინგსაც, გაყიდვებსაც და მარკეტინგსაც, ხო? იმიტომ რომ აი სანამ პოდკასტი დაიწყებოდა ვსაუბრობდით მაგაზე. არავის საქართველოში არც ერთ ღვინის ბრენდს არ აქვს ადეკვატური კონტენტი, ხო? კონტენტი გეხმარება, რომ რაღაცა ბრენდ ბილდინგი გააკეთო, რომ ანუ ხალხი შენთან მოიყვანო და შენ არ გიწევდეს ყველასთან კაკუნი, ხო, პირობითად. და ანუ გაყიდვები მიდის იმითი, რომ просто distribution-ს აკეთებენ და ანუ დისტრიბუცია გაქვს, ყველგან ვარ, ყველგან თვალში უნდა მოხდეს თვითონ ფიზიკურად, მაგრამ შენი ღვინო რატომ უნდა აირჩიოს, არავინ ზეხორცილმა არ იცის ეგ რა, იმიტომ რომ არანაირად არის საუბრები. ხო, ანუ კომუნიკაციაში აბსოლუტურად სფერო მგონია, რომ იმენა მართლა ნული არის რა, ანუ მაგას ყველას ვეტყვი. აი აბსოლუტურად არავინ აზზე არ არის კომუნიკაცია როგორ უნდა კონდეს. აი მართლა. იმდენად რაღაცა იმდენად ძველმოდური სფერო ვართ რა, ანუ აქ ჩემ თავსაც თქვენთან ერთად ერთ იმაში მოვხარშავ, პრობლემა არ მაქვს რა. იმდენად ძველმოდური სფერო ვართ, რომ ბიჭო, არავინ არ ცდილობს რომ რაღაცა გააკეთოს რა, ანუ აი რამე კონტენტი გააკეთონ რა, ანუ აი რაინე არის, ეხლა ძალიან ისეთი ცუდი შედარებაა შეიძლება, მაგრამ რაინე არის ხო, რაინეარზე დიდი შემოსავლიანი და ისეთი ვინ არის ხო? არის ძალიან ბევრი ლაქშერი ბრენდი, რომელიც ლოროპიანა ტიპი ყავთ, რომელიც დადის და რაღაცა ის არის გუფი ტიპი არის, რაღაცებს ღადაობს, რაღაცა იუმორი აქვს და ლოროპიანა დღეს დააკავშირა რაღაცა იმასთან რა, ანუ შარჟთან დააკავშირა. ლოროპიანაზე უფრო აი ესეთი ჰაი კლასი, ხო ხდები რა, ალბათ ბევრი შემეწინააღმდეგება, მაგრამ მე მაგაზე შევიდოდი პოლემიკი აბსოლუტურად რა. ხო ხდები, ანუ ბრენდები არის, ანუ გინდ იაფიანი დაარქვი, გინდ უბერ ლაქშერი დაარქვი, ანუ რაღაცებს აკეთებენ რა, ანუ ბევრი არის ეგეთი. ეგ იცის ბრალია. სფეროს უნდა იცნობდე, რომ რაღაც გააკეთო. სფერო უნდა შეისწავლო, რომ რაღაც გააკეთო რა. გიო, პრობლემა გვაქვს მანდ, რომ მარტო შენ არ ახარ ამ სფეროში რა, ხვდები მაგ პრობლემის წინაშე და ჩვენ ერთად ვართ რა, რეალურად რომ არც ერთი მარკეტერი კომპანია, სერიოზული მარკეტერები რო არიან მით უმეტეს რა, არ ნუ გეწყინებათ მართლა ეგრე არის და ვინმე რომ მითხრას რომ მე რაღაცის აზზე არ ვარ, არგუმენტირებულად რომ მითხრას, მომენტ წავალ და ვისწავლი რომ აზზე ვიყო. სფეროს აზზე არ არიან. გარტყმაში არც გემოიციან, არც ყნოს ვაავთ, არც ისიციან, არც არა აქვთ არაფერი და ვიღაცისგან მიღებული ინფორმაციის გადახარშვიდან გამომდინარე იღებენ მე გადაწყვეტილებებს, სტრატეგიებსაც ვიღაცამ რო თქვა და ვიღაცა გელას რომ მოწონს, პირობითად გელასთან არაფერი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ვიღაც გელას რომ მოწონს, რომ იქ სადღაც ნახა პორტუგალიაში პირობითად ეს ყველაფერი და მე რამა წამოიღო აქეთ და მოდი რა იცი რა იქ რო იყო ლისაბონში ეს რაღაცა მოდი აქაც გავაკეთოთ და იქ თუ მუშაობს აქაც იმუშავებს. აი მაგ პრინციპით რო კეთდება საბოლოო ჯამში ყველაფერი, მაგიტო გვაქვს დანძრეული ბოდიში, მაგრამ ეგრე რა. ეგ არის ჩვენი მთავარი ძირითადი პრობლემა სამწუხაროდ. ბრენდინგს, აი ბრენდინგის ნაწილში რა უშუალოდ აი ეს ეტიკეტირების ნაწილში ერთი პატარა ისტორიით შევაჯამებ რა. არ დავასახელებ მეღვინეობას, ერთი მეღვინეობა რამოდენიმე წლის წინ გამოდის ბაზარზე, პირველად ხვდები ერთ-ერთ გამოფენაზე, სინჯაუ ღვინოებს, ღვინოები მომწონს, უყურებ ეტიკეტს და ვეუბნები რაღაცა რჩევის სახით, ანუ ძალიან ისეთი ყურადღებიანები იყვნენ იმ თვალსაზრისით, რისი თქმა მინდოდა გაზიარება და რა უკავშირს დაუბრუნებდი ყველაფერზე და გადავწყვიტე რომ არ ვიცნობდი ხა ამ ხალხს და მეთქი რჩევას მივიცემ რომ იცით რა, მე მესმის თქვენ აქ იდეა რა გქონდათ დაახლოებით რა ეტიკეტში, მაგრამ მე ამ ეტიკეტს შევცვლიდი და ვუთხარი როგორ შეიძლება რომ ცოტა უფრო მიმზიდველი ყოფილიყო ისე რა აუდიტორიისთვის რა, რომ ყველა რო იტყვის რომ არა, აი კარგი ნამუშევარია. აღმოჩნდა რომ ის ეტიკეტი რომელზეც მე ვსაუბრობდი და ვეუბნებოდი რომ იცით რა ეს ანუ გონებაში ვფიქრობ რომ ალბათ 1000 ლარი გადაიხადეს ამაში რომ ვინმე დიზაინერს ნათესავს გაეკეთებინა ეს ვიზუალი,
აღმოჩნდა რომ გააკეთა სააგენტომ, რომელსაც გადაუხადეს ალბათ $1,20,000 მაინც. და ეგ რო გავიგე, მეთქი ანუ წარმოვიდგინე ხა. ამდენი ფული გადაიხადე, აი წარმოვიდგინე რა, შენ ხარ მეღვინე. 20,000 გადაიხადე, დღეს პირველი დღე არის, გამოხვედი ბაზარზე, პირველი რაღაცა ღვინის კრიტიკოსი მოვიდა და პირველი რაც გითხრა არის, რომ აი ყველაფერი კაია, მაგრამ აი ამ ეტიკეტს შევცვლიდი, რომელშიც გუშინ გადარიცხე $20,000. ნუ პირობითად ვამბობ რა არის. მაგრამ ანუ აი დარწმუნებული ვარ, რომ დიდი თანხა იყო სერიოზული, აი ბრენდინგში ჩადებული და ხო აი მაგით შევაჯამე, ხო, სამწუხარო. მეორეს მხრივ არის, რომ ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევა არის. აი რასაც გონებაში ვფიქრობდი, რომ $1,000 გადაიხადეს 1,500 და აი მაგით შემოიფარგდნენ. ბევრი გვაქვს ეგეთი ღვინო რა და აი მგონია რომ ნაწილობრივ მაგის გამო, იმიტომ რომ ვიზუალურად ანუ ღვინო აი საერთოდ არ გესაუბრება. ხო? ბევრი მართლა კარგი ღვინო რადარს ქვემოთ ხვდება და ანუ ვცდილობ ხოლმე რომ თუნდაც ეგეთი ღვინოები ანუ გამოვაჩინო და გავაჟღერო, იცი რა აი რას გავს? მაგრამ ძალიან გებრიელია, რა ძალიან კაი არის. ეხა ჩვენ გვექნება პატარა ქათი, აი უსებ ესე რომ გავაკეთებ, გაჭდება ის რაც უნდა გაჭდეს რა. ოკეი. ქათი. და გაჭდა. მოკლედ, ეხა ჩვენ გვაქვს კომპანია მესხეთის გულისგან გამოგზავნილი მესხური კერძები. აქ გვაქვს მესხური ხაჭაპური. როგორ მევასე. იდეალური უკვე ეთყობა რომ სასწაული იქნება. გვაქვს აპოხტი, გამოშალი აპოხტი და ჩემი ყველაზე საყვარელი კერძი არის მესხური ლუკოკინები, რომელიც ეხლა უნდა დავაგემოვნოთ შენს მიერ მოტანილ ღვინოსთან ერთად. ოღონდ ეს ღვინო ეხა აგვიხსენი შენ რა არის, როგორ არის და კითხვა მდგომარეობს შემდეგში. როგორ ვუხამებთ კერძებს ღვინოს? კაი კითხვა არის. ღვინოს წარგიდგენთ ჯერ. ეს არის მოკლედ ბარბალეს მარანი 2022 წლის ლეჩხუმური სოლიკოური. ეს არის თეთრი კლასიკური ღვინო, მიმართულება რომელშიც ალბათ ყველაზე მეტად გვიჭირს რეალურად ქვეყანაში და აი ბოლო დროს გასინჯული ერთ-ერთი საუკეთესო კლასიკური ღვინო არის, რაც გავსინჯა აი ბოლო თვეების მანძილზე და თან ეხა ბევრი გავსინჯე, იმიტომ რომ ბევრი დიდი ნერწყვი გადავყლაპა ისეთი. აი მე რომ მოვიტანე ეს ღვინო უკვე ნერწყვს ვყლაპავდი უკვე რა. ნახოთ რა მდგომარეობაში არის. მე თავის დროზე რომ გავსინჯე ერთი კვირის წინ ალბათ ძალიან მომეწონა რა. ძალიან მომწონს და მიყვარს. ისე სხვათა შორის კამერაში ხო კარგად ჩანს გახსნის პროცესი და ასე შემდეგ, ეგეც რო ახსნა ხოლმე, ახსნა უბრალოდ უკეთესი იქნება. ვიცი რომ ბევრჯერ გავსახსნელე, მაგრამ მაინც. ყველაზე მარტივი. მოკლედ აქ გვაქვს ესეთი სომელიეს საყვარელი სახსნელი, გვაქვს დანა, გვაქვს ესეთი ჭიაყელას ვეძახით ხოლმე და გვაქვს ესეთი leverage, ანუ რითიც ამოვწევთ მე. აი ამ ჩაჩი ქვია მას, მოვჭრით დანით. შემდეგ დაგვჭირდება ჩვენი ჭიაყელა, რომელსაც ცენტრში უმიზნებთ, როგორც წესი. როგვერდებში არ გავიდეს. ჩავდივართ. აღარ არ უნდა დააწვინო, როგორც ვიცი, და ძალიან გვერდზე მიდის მე. ხო, არა, აი ცდილობ რომ დაახლოებით, ანუ რომ ჩაარჭო პირველ დატრიალებაზე, რომ ცენტრში მოხვდება და არ წავა გვერდებში რა. მაგას პრაქტიკის ამბავია, თავიდან ყველა ვერ გაარტყავს რა. და ანუ ძალის დატანება უკვე აღარ გვჭირდება, რომ ვატრიალებთ თვითონ ჩადის და სტანდარტულად აი ესე ერთ კბილს ვტოვებთ იმისთვის, რომ არ გავხრიტოთ ჩვენი საცობი. მე უკვე ვიყენებთ აი ამ ნაწილს, რომელთაც ესე ორი დონი აქვს. ესე მარტივად ამოვწევთ. ვუალა. შვენიერ. იუჰუ. ეხლა რო არ ვიცოდი რა საჭმელი გვექნებოდა. და რო კონკრეტულად როგორი იქნებოდა და ასე შემდეგ, წამოვიღე ისეთი რაღაცა, რაც ცოტა უნივერსალური ღვინო არის რა, ანუ კარგი ღვინოა პირველ რიგში. კომპლექსური ღვინო არის და მგონია რომ ბევრ რამეს მოუხდება და ეხლა გამოჩნდება რამდენად სწორი ვიყავი. ამ ღვინოს კაი მჟავიანობაც აქვს, კაი არომატებიც აქვს, კონცენტრაციაც აქვს, დელიკატურია. რაღაც საოცარი არომატებია. მოდი მე ეხლა თან გავხსნი აქაურობას რა. ოლალა. და მეც მომშვიდა ამასობაში. კოკინას გადავიღებ პირველს. ოკეი. მე რითი დავიწყო, მეც ლოკოკინაზე გამოყვე? წამოდი ლოკოკინაზე. წამოდი. აქვე ვიტყვი რომ
Echo Chamber სტუდიაში ვიმყოფებით კიდევ ერთხელ ვახსენებ ამას. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რომ ესეთი გენიალური და შესანიშნავი სტუდია გამოყვეს ჩვენთვის და გვითმობენ ამ სივრცეს. თქვენ შეგიძლიათ მე მიწეროთ, ნახოთ ფასებიც, ყველაფერი. როგორც უკვე თქვი, 20%-იანი ფასდაკლება გექნებათ ჩემი სახელისა და კიჩემბროსის ხსენების დროს და თუ გიორგის სახელით დაამატებთ 50%-იან და შეიძლება წამოვიდნენ. ეს უკვე თქვენი მოლაპარაკების საკითხია. და ამასთან ერთად მინდა მივმართო კომპანიებს Globos, Wolves, Bolt Foods ყველას საკურიერო კომპანიას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ჩვენს პოდკასტში კერძების მოტანა. მრავალი მეგობრებო დავილაპარაკოთ და იქნებ რამე საინტერესო პირობებზე შევიჯერდეთ კიდევაც. ჭამას არ გიშლებათ თან. ხო. ოკეი, ბა. ნახოთ. ზოგადად როგორ უხამებთ შენ კითხვას არ მინდა რომ გვერდი აუარო რა. როგორ უხამებთ კერძებს და ღვინოებს რა. რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი არის რა. ზოგადად აი კერძი ისეთი რომელსაც აქვს соуსი ნიშნავს რომ უხამებთ соуს. ღვინის სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რაღაცა შეიძლება გემოებით თითქოს ჩვენს გონებაში უხდებოდეს, მაგრამ სტრუქტურულად თუ ახლოს არ არის, ანუ აი სიმსუბუქე აქვს კერძს, ღვინოსაც დიდი ალბათობით სიმსუბუქე უნდა კონდეს. მე ვფიქრობ უკვე იმაზე თქვა соуსი თუ აქვს იმ соуში რა ელემენტები გვაქვს, ხა მაგალითად არ ვიცი, ამას რამე соуსი აქვს? არა, მე მგონი соуსი არ აქვს. პირდაპირ ტრადიციულად შემწვარი პირობითად აი რო წარმოვიდგინოთ, რომ აი ამას აქვს ხა მაგალითად არ ვიცი, აი რაღაცა ჰერბალური მწვანილების რაიმე соуსი, ხო? ამ შემთხვევაში მე შევარჩევდი ღვინოს, რომელიც იქნებოდა ძალიან მსუბუქი, იმიტომ რომ მსუბუქი კერძი არის და ექნებოდა რამე აი ესეთი ჰერბალურობა. შეიძლება ცოტა პიტნის არომატი, გემოები, აი რაღაც ესეთი რაღაცა მსგავსი, რაც კერძში მხდება, ან კერძის соуში, რომელიც ერთგვარ ხიდს გადებს აი ამ შეხამებას შორის. ოკეი. ან უნდა დავაბალანსოთ რაღაცეები, ან ერთმანეთის მსგავსი რაღაცეები დაუპირისპიროთ რა. ანუ აი მაგალითად ძალიან საინტერესო შეხამება არის ხა პირველი რაც გამახსენდა, კარტოფილი ფრი და შამპანური. კარტოფილ ფრიში გვაქვს ჩვენ სიმლაშე და შამპანურში გვაქვს მჟავიანობა, ციტრუსოვანი ხასიათი და იქაც გვაქვს რაღაცა ესეთი ცოტა მლაშე ტონები მინერალობის სახით. მოკლედ ამას ერთადერთი ხა რაც აკლია. ეს კი არის შეგვიძლია ჩავამტრიოთ, გავტეხოთ ხელი ჭამოთ და რაღაც, მაგრამ მე მიყვარს ხოლმე ჩხირით რა. კი. ყველაზე კომფორტული ეგ არის და ამიტომ ეხა ცოტა ისე მოვიქცევი. ველურად. მე ისეთ მუშიებული ვარ ამას გამოვაძვრენ. ძალიან გემრიელია. კამერას არ მოვერიდები. მადლობა კომპანია მესხეთის გულს. ბიჭო, რა გემრიელია და. ძალიან გემრიელია. ღვინო არ დაგავიწყდეს. ეხავე აი ხელებს როგორც კი გავიწმენ და ეგრევე ღვინოზე გადავალ. აი შენ მითხარი ეხა უხდება თუ არა და როგორ ფიქრობ რატო უხდება ან არ უხდება. აი ძალიან საინტერესო იქნება შენი შეფასება ასე ვთქვათ რა. კარგადაა. აჰა. ჭამოთან ვისაუბროთ თან რაღაცა და ეხა მე ჩავარტყავ. და მე გაიხსნება რა. აუ ძალიან კაია თო ესეთ პოდკასტებში დამიძახეთ ხოლმე რა ჭამა აი ეს არის საქართველოში პირველი პოდკასტი, სადაც ჭამასმა მიდის და თან საუბარი რა. დიდად შესარგითან. ხო. სხვათა შორის არ მეტყობა, მაგრამ აი ეხა კი იცი რა, ანუ კაი ჭამა მიყვარს რა. მერთმა მომცა იდეალური. აუ რა კაია. უხდება ხო? აუ საოცარი. რატო უხდება შენი აზრით? როგორ ფიქრობ? ძალიან შეეულიანი ღვინო არ არის. მსუბუქი დასალევია. სიმჟავე ძალიან დაბალანსებულია. კი ბატონო. ძალიან უხდება. და აი ამის ხახვის ტონებმა თავისი ქნა რა, მაინც აიღო და რაღაც დაარბია. სიმსუბუქე ხო აქვს თავისთავად, ხო ლოკოკინა არის რა. სიმსუბუქი აქვს. ზომიერად მლაშე არის, აი სიმლაშისკენ მიდის. და ამისი მჟავიანობა და აი ამისი ციტრუსოვანი ხასიათი და მსუბუქი სხეული იდეალურად ეხამება. ეხა ეს რო სტრუქტურულად უფრო მძიმე იყოს, კერძ ძალიან დაგვიჩაგრავდა რა, მაგრამ სტრუქტურულადაც მსუბუქია, თან მჟავიანობა აქვს ის ელემენტი, რაც აი ამ კერძს ჭირდება. ეხა ამას ჩემი აზრით არ ვიცი შენ როგორც შეფი როგორ დამეთანხმები. აი წარმოიდგინე ეს გამოაძრე, ცოტა ლიმონი მოაწურე,
მოუხდებოდა? ხო, რაღაც პონჩი მომხდებოდა. ხო, აი თუმცა იმდენად კარგადაა დასმული ეს გემოზე რომ არაფერი აღარ ჭირდება. ზუსტად ეს როცა გაქვს აღარ ჭირდება. ხო? აი ეგ თემა არის რა. ზოგადად ამ კერძს რაღაც ეს სიმჟავის ელემენტი აი ბოლოში ხა ეს სიმჟავე დამეტოვა პალეზე ისე გამიშალა სიმჟავე რა. რო აი დაჟე მაგ ლიმონმაც კი ლიმონი რო ახსენე ეხა ეგრევე წავედი ავტომატურად ლიმონის გემოზე და თითქოს ლიმონი მოს ნაჭამი რა. აი იმდენად ხო ციტრუსის ტონები აქვს. ძალიან გემრიელია. ეხა მე გადავალ აქვე აპოხზე. აბა ნახოთ. ვაუ. მესხური. აპოხზე დიდი ხანია არ მიჭამია. ესე ცალკე არ მიჭამია იცი? ხო. არ მახსენდება. ანუ ხინკალში კი, მაგრამ ისე ცალკე. არ მოვიწამლებთ, მოგეშინიათ. ესე ეჭმევა ჩვეულებრივად. რაკო შენ ხო არ გინდა? რუინოს ვერ დაგიტოვეთ ბოდიში. მე ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი რა, ვხედავთ, ჭამთ. აუ რა კაი. მოკლედ აპოხტის მომზადება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი. მარტივად გონიათ ხოლმე რომ მარილში გამოაშრობენ, ჩამოკიდებენ რაღაცა და არ არის მასე რა. იმას თავისი პერიოდი ჭირდება დღეების დათვლა, საათობრივი დათვლა და ასე შემდეგ და ყველაზე რთული პროცესი არის, როდესაც ბუხართან უნდა დაკიდო. ანუ ისე უნდა დაარეგულირო ხატი. ხო, გინდა საქონელი იყოს მნიშვნელობა რა, ახლა ამ შემთხვევაში მე ისე უნდა დაარეგულირო, რომ კვამლი ხვდებოდეს 15-20%-ით. ანუ მთლიანად არიბოლება რა. ხო. და ძალიან ნაზა და ჰაერონად უნდა ხვდებოდეს, რომელიც აი აქ არის ერთ-ერთი დასული. აი ბოლოში რო გიტოვებს. გამოგამა ხო? კი. იდეალურია. სმოკინეს. ღვინო აბა მიდი. აუ რა კაია. აქ კიდე ცოტა სხვანაირად თამაშობს და ეხა სილამაზე ღვინისა და საკვების შეხამების. ორი ფუნქცია აქვს რა. ერთი არის რომ რაღაცა ბალანსი შეიძლება მოგცეს და ვარა კარგად დაჭდა, ეს ორი გემო ერთმანეთს მოუხდა, რაც მგონია რომ ლოგოკინას და ღვინოს ეგ გქონდათ, ანუ მერიჯი იყო რომ ანუ ორივე დაგრჩა და აი ამ შემთხვევაში აქ როცა მეტი ცხიმონობა გაქვს ხო და ისეთი არის სტრუქტურულად უფრო ის ხისტი არის, ამან პროსტა ჩამოწმინდა რა. და ანუ ეგ არის რაღაცა დაუფასებელი თვისება არის ხოლმე ფეარინგის დროს რა. მე ძალიან მიყვარს ზოგ მომენტში არ მინდა რაღაც ახალი გემოები, მინდა რომ ისევ ის ხელახლა შევიზნო, ჩავატრიალო ის პირველი ლუკმა, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელი ხო ეგ არის რა, აი მაგარი გემრიელ რაღაცას რო ჭამ და აი ეს პირველი ლუკმა ხო ყველაზე გემრიელია და აი მაგას გიბრუნებს, ასე ვთქვათ, მაგის შესაძლებლობას გაძლევს ღვინო რა. კი ბატონო. და ეხლა მე ამ ჭამასმაში ცოტა კითხვები დამავიწყდა რაღაცეები ჩავხედე და იცი რა მინდა რომ კითხო ყველაზე რთულ საკითხს ვეხები. აბა. მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო. ქართულ გლეხს ფერმერი ქვია მეღვინეს, არ ვიცი, ვინც ვენახს სულის, მოკლედ მეღვინეს, ხო? მე ვენახე. მე ვენახეს. როგორ და რა უნდა ვასწავლოთ და ასწავლოთ თქვენ დარგის სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა, რომ იმისთვის რომ იყვნენ როგორც პორტუგალიელი მევენახეები არიან, ფრანგი მევენახეები, არგენტინელი, ესპანელი და ასე შემდეგ, იტალიელი და ასე შემდეგ რა. ანუ ხო ხდები რა გულისხმობ, რომ პროფესიულ განვითარებას გულისხმობ, აი ეს როგორც მევენახე, როგორ უნდა იყოს, კარგი ტიპი და რა აქვს ასწავლი, რომ განვითარდეს. ამასობაში კი. მე რო აი რაღაცებს ვაკრიტიკებ ხოლმე რა, ამ დროს ძალიან კარგად მესმის ხოლმე იქ მეორე მხარეს რა ხდება რა. აი მაგ კითხვაზე პასუხში ესეთი რაღაცა არის რა, აი ტრანზაქციის მომენტი არის ყველაზე რთული. აი ხა გლეხი რო წარმოვიდგინოთ, რომელიც მევენახეობით არის დაკავებული, ხო? მისთვის ყველაზე რთული არის ტრანზაქცია ორ ნაწილში. ერთი მენტალური და მეორე ფინანსური. მენტალური, იმიტომ რომ მის გონებაში რაც მეტი ასხია ვას, მით უფრო მეტი ბარაკა არის და მადლობა ღმერთო და დიდება უფალს რომ რამდენი მოვიდა და რა მაგარია და ეგ გონია რომ პლუსი არის და მაგარია, რაც მევენახეობაში პირიქით არის, რაც უფრო ცოტა ყურძენი გაქვს მით მეტი არის მისი ხარისხი. ერთი მენტალური ნაწილი და მეორე ის რომ აი ეს ტრანზაქცია რომ მოახდინოს საკუთარი ვენახის. მაგას დრო ჭირდება. ხედულობაში მაქვს რამოდენიმე წელი იმისთვის რომ შენ ანუ გესმოდეს, ჯერ ეს ერთი იქიდან დავიწყოთ, არის თუ არა ამა თუ იმ
მე ვენახის ვენახი სწორ ადგილას, სწორი ჯიშია, იქნება ნულიდან აქ საქმე დასაწყები. აქ ტერიტორია, სადაც იდეალური იქნებოდა ჯიში, რომელიც თავიდან არის გასაშენებელი, ეს გაშენების ხარჯი არის, უნდა დაელოდო მოსავალს, ხო, ანუ მინიმუმ 3 წელი მოსავალს ვერ მიიღებ. თუნდაც ეს ტრანზაქცია რო ხდებოდეს, ხო, აი, კაი, მე პირობითად მაქვს ვენახი, ადეკვატურ ადგილას არის, კარგი ჯიში არის თქვათ გაშენებული. ეხლა ამის ტრანზაქცია იქიდან რომ მე რა ვიცი, არ ვიცი, 15 ტონა მომყავდა ჰექტარზე, ეხლა უნდა გადავიყვანო 7-ზე. ამას დრო დაჭირდება, რომ იმ 7 ტონაში ხარისხი დავინახო. ცოდნაზე აქ არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ეს ცოდნა ცალკე ამბავი არის და ცალკე დროს მოითხოვს რა, ესე ერთი ხელის გატკაცუნებით ცოდნას ვერავინ ვერ მოგცემს. ეხლა რა ესეთი რაღაცა კამერებთან წყაპრო გავაკეთოთ ისევე იგივე პრინციპით რა. და ყველაფერი ცოდნა რო იყოს მოსული, ვისურვებ იქნებოდა. თელი დღე აი ამ ხელების კაცუნში იქნებოდა. არა ხო, არ გამოდის. ეხლა ერთი კითხვა მომს ეგეთი კიდე რა. ნატურალური ღვინო ხარისხს ნიშნავს? არა. არანაირი ღვინო არ ნიშნავს ხარისხს. მაშინ რა არის ხარისხი? ბოდიშის მოხდით, აი იმ წინა კითხვას დავაკელი ორი კაპიკი, ასე ვთქვათ. აი ეგ ტრანზაქცია არის ძალიან რთული და ეგ ძალიან კარგად მესმის. მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს რა. ეგ შეიძლება თაობიდან გამომდინარე მოხდეს. შვილი შვილმა ჩაიბაროს ის ვენახი და მან დაიწყოს ის და კონდეს რაღაცა თქვათ ფინანსური შესაძლებლობა, მენტალური, ფინანსურად ყარად იყოს, რომ ის 3 წელი პირობითად და საითკენ უნდა წავიდეს ხარისხისკენ. რომ ანუ კარგად ესმოდეს, რომ მე მომყავს ხარისხიანი ყურძენი სწორი ადგილიდან და ეს პროდუქტი აინტერესებს ადამიანებს, ვინც აწარმოებენ ხარისხიან ღვინოს და ყავს ეგეთი ხალხი. ზოგს მე ვენახეობა კვეთ გამოსდის, ზოგს მეღვინეობა კვეთ გამოსდის. მე მგონია, რომ საქართველოში რო უფრო მეტი ხარისხიანი ვენახი და ყურძენი გაჩნდეს, მასზე მოთხოვნა იქნება და შესაბამისადაც დავაფასებთ იმ ყურძენს. ჩვენ რო დღეს დავიწყოთ ამის გაკეთება, ხო, ანუ ტრანზაქცია ხარისხისკენ. მე ამასობაში მოესწრება კიდევაც. კი. მოესწრება კიდევაც ის ამბავი, რომ ამ მაღალი ხარისხის ყურძენზე იყოს შესაბამისი ანაზღაურება და მოთხოვნა. რომ ანუ რაღაცა ეხა რო ლარი ღირს პირობითად რაღაც ყურძენი და არავინ არ კითხულობს მის ხარისხს, 3 წლის შემდეგ რო თქვენ ნახევარს მოიყვანთ, უნდა ღირდეს ის ყურძენი მინიმუმ 3 ლარი. და ეღირება კიდევაც რა. უბრალოდ აი გამბედაობა გვჭირდება, რომ ეგ ნაბიჯი გადაიდგას და ხარისხისკენ სვლა დავიწყოთ რა. ანუ ორი ფეხი გვაქვს რა. არ შეიძლება რომ ერთი ფეხი გაიქცეს მეორეს გარეშე. ვერც მეღვინეობა გაიქცევა, ვერც მევენახება. მომეწონა ეს ეპითეტი რაღაცა. ორი ფეხი გვაქვს და ორივე ერთად. ხო, აი ეგრე არის. ამოგიჭრი მაგას და გამოგიჭრი. ამომიჭრი ხო? ანუ ორი ფეხი გვაქვს, ერთი მეღვინეობა არის, მეორე მევენახეობა და ცალი ფეხით შორს ვერ გავიქცევით. ორივე ერთდროულად უნდა მოძრაობდეს წინ ხარისხისკენ. აი ეს ხარისხი ჩვენ მოგცემს იმას, რაც აქვს საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს. აქვთ სახელი. ესპანეთში განა ყველა მაგარ ღვინოს აწარმოებს? არა. უბრალოდ ტოპ ღვინოებს რო აწარმოებენ მსოფლიოში, რომელიც საფრანგეთს უწევს კონკურენციას და საფრანგეთი პირიქით ესპანეთს და იტალია ერთმანეთს და ეს პაექრობა მიდის. აი იქ უნდა შეგვეძლოს ჩვენ პაექრობა და მაშინ მიეცემა საშუალება ჩვენს იაფიან ღვინოებს, რომ გაუწიოს კონკურენცია მათ იაფიან ღვინოებს. მივალთ მაგამდე. უბრალოდ ჩვენ სახელი უნდა გავითქვათ და სახელს იმაზე მეტად ვერაფერი ვერ გაგვითქვამს, ვიდრე ხარისხიანი ღვინო. That's it. Okay. მოდი ახლა ნატურალურ ღვინოზე და კი ამას ნატურალურ ღვინოზე და მე ნატურალურ ღვინოს დავუბრუნდით. Okay. ხო ეს ძალიან ცივდება. ამიტომ მესხური ხაჭაპურის დავაგემონოთ. ნახოთ. ულალა. აუ ნახე რა ფენებიო. უფ. ყველი არ დაიშურეს ეთყობა. ეს შეგვიფუთეთ და. Wow. Biznesje, ძალიან კაია.
აუ ამათ ადგილზე უნდა ვესტუმროთ გიო ვეჭველი. თუ გვინდა აქედან ვიწავიდე. წავიდე. მადლობა უნდა გადავხადო პირადად რა. საო. ძალიან. დამადუმა. საკალიკო, თქვენ რა? ესე რო შეხედავთ რა, თითქოს სქელი არის რა, მაგრამ ბევრი ყველია შიგნით და ცომიც რბილი არის რა, ის მომენტი არ გაქვს რო ცომს ხეჭავან რაღაც ეგეთი რა. ბიჭო, თვითონ ყველის მასა და ზოგადად ყველის გემო ვაფშე რა, არ გავს იმ ყოველდღიურ ყველს, რომელიც ბაზარზე არის. ესე იგი, უეჭველი ესეთ მესხეთიდან ჩამოაქვთ. სავარაუდოდ მოხდილია, არ ვიცი, მაგრამ ძალიან გემრიელია რა და შებოლის გემოს დაყვება ხაჭაპურს. მართალი ხარ. იმდენი ლუკმა გავაკეთე და ერთხელ მოუყურე მარტო ვინო. აგაია. ეხა მე შემონა დაგისვა ერთი კითხვა, გავდივარ თითქმის ბოლოში. ოღონდ. წინა გადაცემაში ვყავდა ბასტო. ჩვენი საყვარელი იუთუბერი ძმა და მეგობარი და პრობლემა ხო არის? არა. ნატურალურ ღვინოზე უნდა გააგრძელო, ხო? დამავიწყდა. მე ხაჭაპურის დასრულებაზე მქონდა საუბარი, მაგრამ ნატურალურ ღვინოზე. ეგეც ნახლავე, ერთი წუთით. ბიჭო, მართლა მაგრამ ასწორებ. არ ვიცი. ძალიან. მოკლედ, მეგობრებო, მე ვარ როგორც უკვე თქვი, ფუდის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კაცრი კრიტიკოსი. კი, აი ყველაფერს ვიწუნებ ხოლმე რა. მართლა ვერაფერ ვერ დაუწუნე და ყველაზე მეტად ეხლა რაღაც პონჩი ნერვები მეშლა, ვერ უწუნებ რა. იმდენად მომწონს. ძალიან იშვიათობა რომ რამე მომეწონოს რა. ყოველთვის ბოლოში მინიმუმ რაღაცა ხდება ხოლმე. არ ვიცი ეხლა ბოლოში ჩავალ, მაგრამ ჯერჯერობით მაგარია. ძალიან. ნატურალური ღვინო, ხო? კითხვა შეგახსენებთ, მე კარგად მახსოვს, ნატურალური ღვინო ნიშნავს თუ არა ხარისხს. არა. არც ერთი, ასე ვთქვათ, მიმართულება არ ნიშნავს ხარისხს, არც ორგანული, არც ნატურალური, არც ბიოდინამიური, არც კონვენციური არ ნიშნავს ხარისხს. ნატურალური მიმართულების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები, ვინც ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ, სამთ და პატივსცემენ ბუნებას, გარემოს და არ უნდათ რომ დამატებითი, ასე ვთქვათ, პროდუქტებით, ეს სინთეტიკური იქნება თუ ნახევრად ბუნებრივი, ამ პროდუქტებით ჩაერიონ ბუნების გამოხატვაში. იმიტომ რომ ბუნებრივად მოყავთ ის ვენახიც, ყურძენი და ძალიან ელემენტარული ჩარევით, თუ მაგას შეიძლება რომ ჩარევად დავარქვათ, აყენებენ ღვინოებს. ანუ მინიმალურად რა, ანუ აძლევენ საშუალებას ტერუარს, ანუ ადგილს და მის ყველა მახასიათებელს, რომ კარგად გამოხატოს და თავისუფლად გამოხატოს ყველანაირი ჩარევის გარეშე თავი. ეს ხშირად წარუმატებლობით სრულდება, მაგრამ როცა წარმატებით სრულდება, აი, ბევრი ღვინო არის, რომელიც აი საუკეთესო რაღაცა რაც გამისინჯავს, ბევრი ყოფილა ეგეთი საუკეთესო რაღაცა ჯიში, ნატურალური მეღვინის და მეღვინეობის დაყენებული. ამიტომ ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ნატურალური უეჭველი მაგარი ხარისხი არის, მაგრამ როცა სწორედ არის ყველაფერი გაკეთებული, სწორი ჯიშით, სწორი ადგილიდან და ასე შემდეგ, ძალიან მაგარი შედეგები მიიღება, აი ამ მართლა ბუნების გავაიასნეთ. ანუ აი ბუნება რომ მართლა თავს რო გამოხატავს, მაგაზე ლამაზი და მაგარი არაფერი არ არის. ეხლა გავთიშოთ კამერები და გავახცილოთ. მაგრად გაგვიხსნა. სიამოვნებით. ანუ ამ ღვინომ მაგარი პატივი უცხო რა. კი, ძალიან. მართლა მაგარია. ანუ აი ეგ არის რა მუღამი ღვინის, რომელსაც კარგი მჟავიანობა აქვს რა, აი მჟავიანობა ისეთი რაღაცა არის, ყველა მიმართულებით დაგეხმარება და ამასთანავე ღვინო როცა კომპლექსური არის, არ არის რაღაცა აი one dimensional რა და ცოტა ფართო სპექტრი აქვს.
მაგიტო არის რომ მე ანუ ცოტა ტექსტურაც აქვს, გეხმარება რომ ანუ ბევრ რაღაცას მოურგო რა, თორე ჩემი მეგობრები ვაღიარებ მართლა, მეგობრები მყავს და კოლეგები ესე ვიტყოდი, რომლებიც ბევრად მაგრად უხამებენ ჩემზე ღვინოებს, კერძებს. იმიტომ რომ წინაზე რაღაცები გამასინჯეს, აი უმარტივესი ღვინო რა, აი ერთი რაღაცა კონკრეტული მიმართულების უმარტივესი ღვინო იყო, მაგრამ იმ ერთ კონკრეტულ კერძთან კარგად შეხამებული. და იცვლება სურათი და იცვლება დამოკიდებულება შენი ღვინის მიმართ. მაგრამ მე ცოტა ის რაღაცა აი არ ვიცი შეიძლება ლაქშერი დავარქვა, მაგრამ აი მე ვასება, როცა ღვინო ისეთი არის, რომ აი გიმარტივებს საქმეს რა, ანუ აი მაგარი ტიპი არის რა, რამეს რო არ მოუხდეს, მაინც მაგარი ტიპი არის რა, ანუ აი თავისით დგას პიროვნება არის რა. ეგეთი ღვინო არის ეს. აგვიმარჯოს და ბოლო კითხვა არის ბასტოს მიერ დასწრული კითხვა. აბა. წინა პოდკასტიდან და მე შენს უნდა დასვა შემდეგი სტუმრისთვის. ყველანაირი ფაბრიკული წარმოების соуსები, რომელიც კი არსებობს. ნებისმიერი ფაბრიკული წარმოების ყველანაირი ერთის არჩევის უფლება რო გქონდეს, მხოლოდ და მხოლოდ რომელს არჩევ. ყებალი. არ გადის? ფაბრიკული წარმოება, არა. რატო? პრინციპში ხო რატო გადის როგორ რაღაც ანუ ფიქრობდი ახლა მაგაზინში შევსაუბრობ. იმ კომპანიის სახელს არ ვიტყვი, იმიტომ რომ პასუხს ველოდები და როცა დამიბრუნებ მე. მივხვდისო, ეხა ენაზე კბილ დავაჭირე დროულად აშკარად, იმიტომ რომ ხსენებას ვაპირებდი. ხო არის რა, ანუ ძალიან ისეთი ინდუსტრიულად აკეთებენ ტყემალს, ამიტომ რავი, ტყემალი, უეჭველი. წითელი თუ მწვანე? მწვანე. მწვანე. ჩემთვის მწვანე. ყვითელი თუ მწვანე? მწვანე. მწვანე. всё ეგ არის მაშინ. ჩემ ბექგრაუნდიც. ჯაჯდა. დაუსვი შემდეგი კითხვა, რამე ნებისმიერი ჩვენს სტუმარს და შემდეგ სტუმარს და რა საინტერესო ვინ ყავს? არ ვიცი. არის. წარმოქმნა არ ყავს. ძალიან საინტერესო. ოკეი, თან ღვინოზე მინდა რომ იყოს რა კითხვა, მაგრამ თან არ ვიცი ხა შეიძლება არ იყოს გათვითცნობიერებული ღვინოს ამ ბავში. მოდი საინტერესო იქნება ეს შემდეგი სტუმარი თუ მიირთმევს ზოგადად ღვინოს რა მოდი ესე ვიტყოდი რა სიტუაციებში მიირთმევს ყველაზე ხშირად ღვინოს ანუ აი რა სიტუაცია უნდა შეიკრას ხო რაღაცა მეგობრები შეკრება უნდა იყოს სადღაც გასვლა პაემანით აი რა გარემო პირობები იქმნება ხოლმე როდესაც ის ყველაზე ხშირად მიირთმევს ღვინოს და არა ლუდს და სხვა სასმელებს რა ოკეი. მადლობა სტუმრობისთვის გიო. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ძალიან გამიხარდა. კიდევ ერთხელ შენი ხილვა. დიდი ხანი არ მინახი ხარ. ჩვენი ტურების მერე მე მგონი აღარც მინახი ხარ, ხო, ეგრე მოხდა საბოლოოში. მაგრამ სოციალურ ქსელებში ხსენს, რომ სადაც მაგის შეგზნება გვიკარგება ხოლმე. ეგეც არის, მაგრამ ხო, პირადად უფრო მიხარია ხოლმე ადამიანებს ნახვა და გაიხარე. წარმატებას გისურვებ შენ ამბებში. ასევე. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელს გვიყურებს. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი რა თქმა უნდა. გიორგი არ ამბობს ჯერ არაფერს, მაგრამ მალე დაანონსებს და მე მოდი ექსკლუზივს ვიტყვი რა, მაინც გამანდოე გამბავი და YouTube-ზე აპირებს გიორგი დიდი ამბების ჩატარებას დაგეგმას და მალე ხო, მაური ჩემოა და YouTube family-ში იქნება ერთ-ერთი და კიდე ერთი ის მაქვს ჩაფიქრებული რომ რაღაცა YouTube ლიგა ხო არის ფეხბურთის მე ფეხბურთი მიყვარს და თამაშობ აი YouTube ლიგის შემქმნელი იყო წინა გადაცემაში ხო всё ესე იგი მოკლედ რო ნახავ მოკლედ დამიკავშირდით YouTube-ში გადმოვდივარ და ადგილი მჭირდება გუნდში ეგ არის დროებით მადლობა Echo Chambers ისევ და ისევ მადლობა გიორგის მადლობა შაკოს იმისთვის რომ გვიძლებს და ეხა ერთ სულიას ოდეს გასცინავს ღვინოს კარგად ბრძანებოდეთ მადლობა ეგ არის